გიყვარდეს სხვა ადამიანი როგორც შენი თავია. თავი თუ ცენტრია. მაშინ მე ბინარი ვისაც ჩემი თავი უნდა უყვარდეს. მე უნდა მიყვარდეს ჩემი თავი. ისეთ ახალ ცნობიერებაში გადაახვედი, რომ იმაში უკვე ვერ დაბრუნდები ვერაფერ. შეიგრძნობენ სიყვარულს, მარადმსობას, სულიერებას, ამაღლებს, სხვადასხვა პრაქტიკები და მე მთელი ცხოვრება იმ გემოს მიეწვია, რომ ისევ დაიბრუნა, ანუ მიზანია ისე. ის განსა უკვე შენი ხსოვნა განახორციელო უნდა მატერიაში გარეთ. აი, ნახე 60 თუ იყო ესეთი პატარა მდელო, გაცნობიერების მდელო რო დავარქვათ ამას. სადაც არის ცნობიერება. მერთი მე ვარ, ისიც არის ნეტარება სიხარულის სიამოვნება. მაგრამ გარშემო არის უსიერი აუთვისებელი სამყარო. გაცნობიერებით ნელ-ნელა, აი ის რაც ხსოვნა აქ ენერგია, ხედვა, ჭრეტა, დიალოგი, ყველაფერი სავსე გადაიკეტა, მაგრამ ხსოვნა ხომ მაქვს და იმ ხსოვნის მოდელს ვაგებ აქ მატერიაში. ის მეკაჩება, ის მაძლევს მე ძალას ყოველ ჯერზე გადავლახო ყველა წინამდებობა. ვაგზელებ საუბრებს მამა გურამთან, დიალოგებს. ხო და მამა გურამ აღარ მახსოვს ვის იმაში წავიკითხე, მაგრამ მთელი სულიერების იდეა ერთ წინადადებაში გადმომეციო. კი, ეგ მეხსნა, ხო. გიყვარდეს ეს სალფეხზე მდგომარეო, ისა სულ მთელი თორას საიდუმლო. ხო და მინქარიო რა არისო და გიყვარდეს სხვა ადამიანი როგორც შენი თავია. ანუ ძალიან მოკლედ რო გითხრა ეგ არის. და კიდე ისა ნუ გაუკეთებ სხვა სიმას, რაც შენ არ გინდა გაიკეთონ. ეს ფორმულა უნივერსალური. ქრისტემ ამას პლუს იმაში გადაიყვანა კიდე, ხა არ გაუკეთო სხვას ეს ერთია, მაგრამ ქრისტე აქტიურობაში გადაყავს. როგორც გინდათ მოგექცე. შენ ისე მოეკეცი. მოდი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ერთ-ერთი თავარი პრინციპი არის სულიერების და მაინტერესებს რომ ამ პრინციპზე ვისაუბროთ დღეს. ნახე ერთ-ერთ მე საერთოდ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ რამდენად ადამიანს საერთოდ აქვს თავის სიყვარული. ის რომ მე ჩემი ეგო დამშეულია პერმანენტულად და აკლია, აღიარება, ფული, ზრუნვა, მოფერება, სიყვარული, ეგ ხო დეფიციტური, ანუ დანაკლისზე დაფუძნებული სურვილი არის და თითქოს სამყარო და განათლება ისე არის მოწყობს, ცოტა გრძელ შესავალს გავაკეთებ, იმიტომ დავყრით იმის და მე ნელ-ნელა ავიღოთ, ხო? ანუ ბავშვობიდან ყოველ შემთხვევაში მე მასწავლიდნენ, რომ თუ რაღაცის მიღება გინდა, წადი და აიღე. ანუ ეგ იყო თელი აი სუმარიზება რო გავაკეთო, იყო ის რომ რაღაცის მიღება თუ გინდა გააკეთე, ხელი გაანძრია მისთვის, ანუ რომ რაღაცის მიღება გინდა. მაგრამ ეხლა თითქოს თემა არის ის რომ მე გავყოფდი ორ ნაწილად, ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. პირველი რამდენად გამაჩნია ჩემი თავის სიყვარულის უნარი, ოდესიც მე რო სხვა მიყვარდეს, ჯერ აი სხვაზე რო გადავიდე. ჯერ სხვას დავაპაუზებ იქ შორს ცოტა ხანი და გავჩერდები რამდენად საერთოდ გამაჩნია უნარი, რომ ჩემი თავი მიყვარდეს. და ის ჩემი თავი ვინ არის? ეგეც კითხვა მაქვს. მაგაზეც მინდა რომ იმჟაო. და ის ვინ არის, ანუ ის ვინ არის, ვინც უნდა უყვარდე და ის ვინ არის, ვისაც უნდა უყვარდე. ანუ აი ჩემი თავი მიყვარდეს. ეს თითქოს ის არის, ხო? ანუ ეს პარადოქსია. ხო, პარადოქსია. იმიტომ რომ ჩემი ანუ თავი თუ ცენტრია. თუ თავი, მე თავი ვარ, ჩემი თავი ვარ, მე. და რა ვარ საერთოდ? მაშინ მე ბინარი, ვისაც ჩემი თავი უნდა უყვარდეს. მე უნდა მიყვარდეს ჩემი თავი. და ეს მე მაშინ წაგი გამოდის და ჩემი თავი მე მეკუთვნის, ის თავი უნდა მიყვარდეს მე და მაშინ მე ვარ და თავია. და რომელი თავარი მაშინ ამ ორიდან? ჩემი დავიბენით უკვე. ხო? არა? კი. ანუ შევთქვი ის ჩემი თავი ვინ არის? მე ვარ თვითონ ჩემი თავი. მაშინ მე ჩემი თავი როგორ უნდა მიყვარდე? კიდე მეორე მე არსებობს? ხო, ეს საინტერესო ის არის, პარადოქსია. პარადოქსია, ხო. ხო და მან რო არის მითითებული რომ გიყვარდეს სხვა როგორც შენი თავი. აი მან სხვა რო შემოდის უფრო ადვილია ჩემი აზრით. თუმცა ის სხვა რო შემოდის სივრცეში სხვა რაღაცები ჩდება მერე.
მაგრამ მე ჯერ ჩემ თავთან ამაკ. მამგურა მე გეტყვი რა მგონია, მე ცოტა ფსიქოლოგიას წავიშველი. ბავშვი რო იბადება. რა ვიცი ხა მე რამდენჯერაც პატარა ბავშვი მჭერია ხელში, ჩემი სხვისი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ბავშვს აქვს რაღაცა ბუნებრივი ეს შლის ხელებს გიყვარდეო რა, ანუ აი რაღაცნაირი ეგეთი ზიანად გეძლევა. ხო, თვითონ იმაში განკარგულებაში. ხო, განკარგულება. რასაც გინდა იმას. ხო. და როგორ სწავლობ მე პატარა ბავშვი სიყვარულს. სწავლობ ჩემი მშობლების ანარეკლში. საერთოდ როგორ აღიქვავს ადამიანი თავის თავს? აი ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ჩვენ რომ ვიბადებით, ხო სრულად დამოკიდებულები ვართ მშობლებზე. სრულად 100%-ით. ეხლა მე საერთოდ ჩვილ ბავშვს რო უყურებ, მაგაზე მეფიქრებ, მამაგურამ რომ ადამიანი როგორც არის დამოკიდებული თავის მშობელზე, არც ერთი არსება დედამიწაზე არ არის დამოკიდებული ასე თავის მშობელზე. და ასე ხანგრძლივად. ასე ხანს 18 წელი. 18-ზე ვილაპარაკოთ, კაი, ეხლა სრულწლოვანად. ხო, სრულწლოვანად. ესეც ხო რაღაც საქართველოში ორჯერ 18-ია ლამის. ზოგჯერ. სამჯერაც არის. შვილი. ჩემი პატარა. ბესი კი რო გამოვიდა მხარ. ეგეც ხო არის რა. ხო და მამაგურამ ანუ საკუთარ თავთან ფსიქოლოგია მტკიცებს ეგეთ რაღაცას. რომ საკუთარ თავთან დამოკიდებულება ეფუძნება ჩემს აღქმებს, რომელიც მე გამიჩნდა მშობლებთან ურთიერთობის ანარეკლში. ანუ როგორც მე მშობლები მირეკლავდნენ, მოდი ესე ვთქვათ, ასეთი ხდება ჩემი აღქმა ჩემი თავის. როგორ ხარ მაგ დაშვებასთან. მე ხო იცი რომ ყველაფერს დაშვებად უყურებ, ანუ შენი ხედვა ამისი როგორ სავასარია. მოგრად ეს ყველაზე ისეთი საკითხია რა ალბათ სიმწიფის ადამიანის სიმწიფის საზომი რო ის უკვე მწიფე იმ გაგებით რო უკვე შემდგარია იწყება აი ამ კითხვიდან ზუსტად აი მე გეკა უბრალოდ მე კითხვას აქამდე არ სვამს რაღაც მომენტში აი შენ რო თქვი ისე მშობლების აპეკუნობის ქვეშ არის ხო ეს აპეკუნობა მიღებული ზრუნველობა ოკეი აპეკუნებაც ანუ ის აბსოლუტურად გარეთ იყურება ის ხო თვითონ თავის თავში ინფორმაცია ხო არა გარედან უნდა მიიღოს ყველაფერი და თლიანად იღებს ისრუტავს რასაც ეუბნებიან იჯერებს არც განიხილავს და არც რაღაც აღარ შეიძლება რა ასეა რა ამიტომ ბაზა უნდა შეაგურო რაღაც თავის თავში და მიიღოს მაქსიმალურად ორიენტაცია რო კონტეს მე იმიტომ ცარიელია არც ისი სად მოხდა ქაოსია ისე მე წარმომიდგენია მამაგურამ ეს ჩვილი ბავშვი რო იბადება რა შოკია იმისთვის შოკია დედის იმიდან რომ გამოდის კავშირიდან და იმიდან ეს რა შოკი უნდა იმართებოდეს წარმოვიდგინე მუდმივ კავშირზე იყო დედასთან შიში მე მგონი არის ალბათ იმ ყელს რო გადის შეიძლება ეს შიში ის დაბადების დროინდელი პერინატალური ხო ასე რასაც ქვია და ის მოყვება მათ მთელი ცხოვრება სიკვდილის შიშზე გადადის სუბლიმირდება ის ყელი რო გავიარა წარმოიდგინე ის შეერთებული საშოს მოწყდა სადაც ჟანგბადი მიეწოდება საკვები მოდის არაფერი არ არის ამ დროს უცბად მოდის და რაღაცა შავი ხა მისთვის რო ერთ წამი წარმოვიდგინე შენ ხარ ეს და იქ არიცი რა ხდება გარეთ ეს არიცი შენ ამაწყდები და შუაში არის სიგნის სიცოცხლის ზღვარი აი უდებ და ამდროს გადიხარ და იქ პირველად ბავშვი რომ ჯერ შოკია ხო ჯერ ძარი დაატირებ იყვირებს და რაღაც უკვე მოხდა რა სხვაგან ჯერ ნუ არის ეს მართლა და ყველაზე ახლოს დედა რაღაცა ის მკერდი სუნთქვა სახე ხმა და ესე სამყარო შემოდის აქედან მე მამა მე რაღაც ნივთები საგნები იქ რაღაცეები ნახე როგორ აგებს აქედან და ეს არის მისი საშენი მასალა რაღაც რომ შედგეს რა მაგრამ ის საშუალებაა როგორც სიმინდროთას დასავა სიმინდი ჯერ ამოდის ღერო ჯერ მარგლავე მე მეორადი უნდა კიდე და ეს ყველაფერი თურმელის ხდება რომ ტარო გამოიყოს
აი ეს არის ისთვისაც ეს სიმინდი დაითესა და მთელი ღერო გაიკეთა თურმე ტარო უნდა გამოიყოს ტარო პირდაპირ მარცვლიდან ხო არ ამოდის ადამიანიც ასეა რაღაცა კულტურაში იბადება ხომ განათლება ოჯახის ის კვებავს მას იმჯერ ეს ამისთვის უნდა მიიღოს მაგრამ რა შეიძლება მაქსიმუმ დაბადებაზე და არ წახვიდე აქ ხო მაგში ხო და ხო არ არის ეს დაბადება როგორც პროცესი აი თავის გვირაბის გავლით და ყველაფრით ის გზა რომელიც ადამიანმა გაიარა როდესაც 60-დან იქნა გაშვებული და იმ მომენტში აი ეს მოწყვეტა 60-დან სადაც არც თავის თავს არ აცნობიერებდა ანუ თვითონ იყო ანუ ეს მეც არ არსებობდა საბოლოოში თვით შემეცნების აქტი რაც მოხდა და ანუ რას გულისხმობ იცი მაგრამ მე სულ რაღაცნაირად მგონია რომ ეს დაბადების პროცესი და დედისგან მოწყვეტა ზუსტად ის ადამიანის გზა არის რომელსაც გავდივარ კი ბატონო კი მამებიც და კომენტარების ასეა რომ ის ადამიანის ტირილი 60-ის კარი დაიხშო ანუ ნუ ისე ენერგიის მინიმუმისკენ მიდიხარ ხო იქ სადაც უზრუნველყა მაგრამ ჩაიკეტა უკვე გამოვარდი შენ უკვე და ალბათ აი 60-ში რო იყო ადამიანი და საშვილოსნოს რო შევადაროთ ხო საშვილოსნოში სადაც ყველაფრით უზრუნველყოფა ენერგიის მინიმუმი გეხარჯება და მაქსიმუმ სიამოვნებას იღებ ყველა მთელი სამყარო ამისკენ მიდის ეს თერმოდინამიკის მეორე კანონი ენერგიის მინიმუმისკენ რა არის ყველა შენი მოქმედება განპირობებული იმისთვის მინიმუმ ძალისხმევით მაქსიმუმი სიამოვნება მიიღო ყველა ადამიანის მოქმედების მიზანი ეს არის ოღონდ აღწევს თუ არა სხვა საკითხია მაგრამ მოტივაცია ეგაა ცოლი მოყავს თუ შვილი შეგეძინება თუ სამსახურში მოტივაცია რა არის რომ უკეთ იყო და უფრო დამცხრალი იყო და უფრო დაწყნარებული ვიდრე ცოლის მოყარამდე იყავი თუმცა შეიძლება პირიქით იმას გეცეს პირიქით მაგრამ მოტივაცია ეგ იყო ყველა მოქმედება შესაბამისად ეს საშვილოსნო უბრალოდ 60-ის ნეტარება ნახეთ გემო სურნელი ფერი მთლიანად იგემო ადამმა მთლიანად აი ანუ ის ღმერთი რომელიც ჩვენთვის ახლა არის უმაღლესი გონი უზენაესი არსება იეჰოვა თუ იახვე თუ ტაძრები თუ რაღაც იერარქიით გადაფარული და რაღაცა რომელიც ადგას გვესმის მაგრამ ჩვენთვის დამთგუნველია რა ვერ აი აქ მამობრივ დიალოგში იყო ადამიანთან როგორც მამა და ერთიეძე იყო ეს ნორმა იყო ეს იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა ეს ყველაფერი თლიანად აი სრული სისავსით იბეჭდავს ადამიანმა ჩაიბეჭდა არის სიტკბოს გემოც ყველაფერი და შემდეგ ხდება გამოვარდნა მაგრამ რა დარჩა აი როგორც მე რომ ამბობ რატო ხდება საზამთროს მარცვალი საზამთრო მეთქი რა თქვი წინა იმას რატო ხდება იმიტომ რომ საზამთროს მარცვალმა გაიარა ეს გზა საზამთრო უფლისა მე გამოვიდა ანუ ის იხსენებს თავის თავს უკვე მას ახსოვს შესაბამისად ადამიანი რომ გამოვარდა აქედან ანდანო საშვილოს და ბავშვიც ორივეს რა ახსოვს რა მოაქვთ ბავშვს ახსოვს ის ნეტარება ის სიმშვიდე ის ყველაფერით უზრუნველყოფა რომელიც იქ იყო როგორც ადამიანს 60-ის მდგომარეობა, აი იმის იქით არაფერი არ არის. მედიცინა ამაზე ზღვის ჰომეოსტაზს. ხო. ჰომეოსტაზს. ანუ ბალანსი, ანუ ყველაზე მიახლოებული მდგომარეობა. ჰომეოპათია. ხო, დიახ, ანუ მიახლოებული მდგომარეობა იდეალურ მასთან. იდეალურთან. დიახ. შესაბამისად ახსოვს ხელს. კი, შესაბამისად 60-დან გამოძევება, რო ასე გავიგოთ, გამოგდება ნაყოფის დაბადება, ანუ სიმწიფისგან ვერეტევა შიგნით და უნდა გამოვარდა. გარეთ როგორც ბავშვს ხდება, რომ უცხო გარემო რაღაცა იყო, დამოუკიდებლად უნდა ისუნთქოს პირველი ეგ არის. თუ არ ჩაისუნთქა, მორჩა. და აიძულებენ იმას თუ უჭირ ჩასუნთქვა სპეციალური მეთოდებით რომ ჩაისუნთქოს და მაგრამ ეს ხო ტკივილთან არ დაკავშირებული. პირველი დამოუკიდებელი. ტირის რატო? აი მას შრომა უნდა უკვე მოვიდა ჯაფა. ოფლით აშენდა უკვე იშრომა უნდა რომ ისუდგე ის შრომა არ ჭირდებოდა. მუდად მოდიოდა. ჭამა მოშივდება ტირის იქ უცბად მოდიოდა საჭმელი ტირილამდე. ანუ წვეტა არ იყო, ნაკლებობის განცდა არ იყო სისავსე, მაგრამ რა სისავსე? ეს სისავსე მისი არ იყო, მისი მოპოვება. ამიტომ არის ეს პირველი კომენტატორები ამას აი სისხლის პულს ეძახიან იმას, როდესაც შენ გარედან
იღებს სიკეთეს ისე რომ შეთანამონაწილე არ ახარ. ამიტომ არის ადამი რო შექმნა ღმერთმა და იქ თათბირი რო იყო შევქნათ კაცი ხატა და მსგავსების სხვა სამყარო შექმნა ღმერთმა ცა მიწა და ყველაფერი რაც არის თათბირი კი არ შეუქმნია სიტყვას ამბობს და შესრულდა სიტყვა და იქმნა და თქვა ღმერთმა შევქმნათ ეს იქმნა და შეაფარდა და ადამიანზე არ ამბობს თქვა ღმერთმა იქმნას ადამიანი არა იქ უკვე შემოქმედება თათბირი იმართება ანუ ადამიანი ღვთის მსგავსი და თათბირი ვისთან იყო და არის ერთ-ერთი აზრი ნუ ახლა კომენტარებს უფლება ყველას აქვს და ჩვენ დოგმატიკაშიც მიღებული უბრალოდ დოგმა არა ანუ მრავალგვარი აზრი ყოველთვის არსებობს ერთ-ერთი არის რომ ისე თათბირებდა ადამიანის სულს ადამიანს როგორც პროექტს ვიდრე მას განახორციელება მატერიალიზაცია მოიყვანდა რომ ადამი არ ყოფილიყო ესეთი გარედან იძულებით შექმნილი რომ მას თავისიც დარჩენოდა ანუ თავის შექმნაში ადამი თანამონაწილე ყოფილიყო და არა გარედან იმიტომ თუ გარედან შექმნა ღმერთი ისე რომ არ შეიკითხებოდა მაშინ სად არის ღმერთობა აქ ადამიანს მაშინ ესეთი კნელებები ეგერ არის სავსე და ღმერთს ეს არ უდოდა ღმერთს უდოდა მისი მსგავსი შეექმნა რომ მას რო აქვს სიცოცხლე თავში და ნეტარია ამით თავის ყოფნაშია ნეტარი ღმერთი მას არ ჭირდება რამე ნაკლებობა არ გააჩნია რომ უკეთ იყოს ან რაღაცა ანუ არის თვითკმარი ყოფნა და ესეთი უნდა მაშინ სად გადაილახება როგორ თუ გარედან შექმნის ასეც ის კლონი იქნება და რაღაცა დააკდება იმიტომ რომ თავის მიზეზი არ არის და ვერ დატკბება გარედან აქ მიღებული სიცხვილით პური ანუ არ იქნება როგორ ფუტკარი გარედან აქ მიღებული ან ინსტინქტებს საოცარ რაღაცებს აკეთებენ მაგრამ რატო არის დაბალი დონე იმიტომ რომ მისი თანამონაწილე არ არის ამის მასში პროგრამა ასავით არის ინსტინქტი და ის ჭარბად არის აი ადამიანში ესე ჭარბად რომ მიეცა რაღაც დაიკარგებოდა ამიტომ სანახე ხატად ქნის ასე შესაძლებლობად და ეუბნება ადამიანს რომ ქნათ კაცი ანუ თათბირობს ადამიანთან ერთად შენთან ერთადო მე კაც გახდი შენო თუ შენ დამიჯერებ ანუ თუ ჩვენ ერთად ვარ როგორც ექიმმა რო უთხრა ხო და შესაბამისად რა ახლა ანუ რა გამოყვა 64-დან და ბავშვს აშვილოს აი ეს ხსოვნა განცდა გამოყვა რო დაიბადა ხა 64-ის გარეთ ადამიანმა ტირილი დაიწყოს მამების კომენტარებია რომ უკვე 64-ის კართან ადამიანის გოდება მიხვდა და ისე უკან უნდა მაგრამ არ შეიძლება გადაიკეტა იქ ქერუბიმი დადგა მოწყინარე מחვილით თქათ მოწყინარე מחვილი არის ესეთი ბრუნავი מחვილი ხა ეს სიმბოლოა ხა მართლა კარი ხო არა და მართლა ხა რა არის ეგ რას ნიშნავს რომ შენ უკვე ისეთ ახალ ცნობიერებაში გადაახვედი რომ იმაში უკვე ვერ დაბრუნდები ვერაფრით რაც არ უნდა სხვათა შორის ბევრს ემართება და აი ვინც მედიტაციით ან სულიერი აღკინებით სახარების კითხვით სიარებისას რომ მიაღწევენ გასხი იმას რა მართლა ტოტალურად შეიგზობენ სიყვარულს მარადსობას სულიერებას ამაღა სხვადასხვა პრაქტიკებით არის ეგეთი და მე მთელი ცხოვრება იმ გემოს მიელწვია რომ ისევ დაიბრუნა ანუ მიზანია ისევ ანუ იმ განცდის დაბრუნებით მაგრამ ის განცდა რაც იყო ერთხელ ის რომ მოგეცა აი ახლა ეგ არის რა ხდება ხო ის განცა უკვე შენი ხსოვნა რომელიც უკვე განახორციელ უნდა მატერიაში გარეთ უკვე აი რატო გამოხვედე შენ გარეთ და 64-ის გარეთ აი ნახე 64 თუ იყო ესეთი პატარა მდელო გაცნობიერების მდელო რო დავარქვათ ამას სადაც არის ცნობიერება ღმერთი მე ვარ ისიც არის ნეტარება სიხარული სიამოვნება მაგრამ გარშემო არის უსიერი აუთვისებელი სამყარო ფიზიკურ დონეზეც და სულიერ დონეზეც ის რომ მე პატარა რაღაცა ის რომ მთელი ჩემი შესაძლებლობები უნდა განვავითარო. შესაბამისად, აი აქედან აუცილებლად არის გამოსა რომ ეს გაცნობიერებით ნელ-ნელა აი ის რაც ხსოვნა აქ მიიღე შენ ენერგია, ხედვა, ჭრეტა, დიალოგი ღმერთთან ყველაფერი სავსე იყო. გადაიკეტა, მაგრამ ხსოვნა ხომ აქვს და იმ ხსოვნის მოდელს ვაგებ აქ მატერიაში უკვე. ის მეკაჩება, ის მაძლევს მე ძალას ყოველ ჯერზე გადავლახო ყველა წინამდებობა ერუსტაგრამ ვის დამბადა შეძლებაცა მამემოცა ძლებად მტერთა. ამიტომ ეს აშვილოს უნდა გამოსული ბავშვი ზუსტად როდესაც იწყებს რაღაცა მდგომარეობაში აღმოჩნდება წუთისով ხო ოჯახში გარკვეულ ეპოქაში გარკვეული ტრადიცია კულტურა რა ვიცი აბა გარკვეული შინაგანისა და მაგრამ აქ ის ხსოვნა ავტომატურად და მისი მისწრაფებაც აი მაგ ეგ არის ენერგიის მინიმუმის განდა
მუდმივად ყველა მისი მოქმედების მიზანი არის აი მიაღწიოს ენერგიის მინიმუმს და მაქსიმალურ კომფორტს, სადაც მას ახსოვს ეგ რა ახსოვს არ მოძრაობს, არის და ტკბება. მაგრამ რატომ მუშაობს? იმ მუშაობით და იმ ძალისხმევით მიაღწიოს ამ მდგომარეობას. საოცარია, ხო? ის არ იმუშავებდა, არ გაინძრეოდა, მას რომ არ ქონდა წმენა, რომ ამის მერე დაისვენებს, მაგრამ მატერიაში პარადოქსი ხდება, რომ კანტი უწყდება ადამიანს ამის ძებნაში და ისე გადის აქედან, რომ ვერაფრით ვერ აღწევს იმ დასვენებას და ახლა დავისვენებ, ახლა უზრუნველობას მივაღწევ. და ამ დროს პირიქით შეიძლება სრულიად ესე მოუწიოს გასვლა. მაგრამ თვითონ ეს სწრაფვა, ზუსტად ეს ინერცია, რაც შიგნით აი ამ საშვიდობოში ბავშვს და 64-ში ალბათ იდენტურია. ანუ განცდა გადმოდის და შემდეგ ეს ეხმარება მას, რომ გარეთ მატერიასთან ჭიდილში პირდაპირ დაბრუნდეს. ალბათ თვითონ ეს გარემო გახადოს ისეთი, როგორც მას ანუ პროექტი მოაქვს ფაქტიურად და იქნებ ზუსტად ეგ არის ქმნადობის პროცესი. და ღმერთი ქაოსი და როქმნის სამყაროს 6 დღეში 6 და მე-7 დღეს განასრულა, იქ დასვენება ის კი არა, ახლა დაიხრა და დაისვენა. არა, ყველაფერს რასაც მივაკეთებ, მიდის სისრულისკენ. სრული რა არის, მორჩა. აი კარგია ფრიად როგორც ღმერთი ამბობდა. ყველა მოქმედების ბოშედეს არის მისი დასრულება, სისრულემდე აყვანა მისი. და ღმერთი რომ ქაოსი დაქმნეს 6 დღეში და მე-7 დღეს ასრულებ და იქნებ იგივე გზას გავდივარ ჩვენ ჩემი წილი, ანუ მე რო ხსოვნა მაქვს, ის ჯერ ხო ხსოვნა მომცა. ჩამიდო განმაცდევინა ბოლომდე ყველაფერი 64 და საშოში. და მე მაგდებს უკან და უკან პროექტით, რომელიც მაქვს, პროექტი ვიცი, მახსოვს უკვე. და ამ დროს შავი უსიერი ის არის მატერია, ქაოსია, მაგრამ ქაოსში მე მაქვს აქ. ნათელი და პირველი რა იყო, თქვა ღმერთმა იყავ ნათელი. ნათელი არის სიცხადე. აი ის მე რომ მაქვს, სოვნა არის სიცხადე. სოვნით მე ამ ქაოსში შემაგ წესრიგი. ანუ ქაოს გარდავქმნი ამ მოდელი და ეს არ არის იქნებ ცდელობა მთელი კაცობრიობის, რომ მიდიან რისკენ ოქროს ხანისკენ. ყველა პოლიტიკური ლიდერი, ყველა იმპერატორი, ყველა მეფე, ყველა რელიგია, ყველაფერი რისკენ მიდის. რა აქვს მისა სტალინს რა უნდოდა? რა უნდათ საფრანგეთის რევოლუციის მესვეურებს, რა უნდათ მანამდე იმპერატორებს, თუნდაც მანამდე ნაბუკოდონოს მსოფლიო ისეთი წესრიგი შექმნა, სადაც იქნებოდა 64-ის ურთიერთობა. ყველა მიზანი ეგ არის, ოღონდ რამდენად მიიღწევა გათქვაში, ხო რაღაც თქვა კიდევ. ერთი ან მახსოვს მე მგონი ბაპტისტური მამაოს იმას უსმინე ინტერვიუსთან, ერთი რაღაცა თქვა რომ აი რაღაცას ადარებდა, რომ ღმერთიო აძლევს ადამიანს ხედვას, რომლისკენაც მიისწრაფვის. მაგრამ გზა ათასნაირი არსებობს, მაგრამ ხედვაო, აი თითქოს ეს რაც მოусვენარი გვაქვს შიგნით, ეს არის ხედვა, რომ ეს არ გვასვენებს. უпроსტად ალბათ ხსოვნა. ხო, ну, ხსოვნა, ხედავ, მახსოვს. და მაკეთკენ მივისწრაფე. და საბოლოო ჯამში ეთყობა ის ჰომეოსტაზი, გაწერილი კი ბატონო. ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ეს და გავიხსენოთ ვინ ვარ ჩვენ. ანუ შეიძლება ეგ არის რის გამოც ასეთი ბრძოლა და ჭიდილი მიდის. ანუ აი არის რომ ხატებად ქმნის ღმერთი ადამიანს. აი ბევრს ეს არა გამორჩება ხოლმე ბიბლიიდან ხატად მსგავსად შექმნა. არ არის ასე. შევქმნა თუ ხატად მსგავსად, მაგრამ ხატად შექმნა. ხატი არის მარცვალი შესაძლებლობა. ხოლმე მიმსგავსება მე დამიტოვა რომ აი ზუსტად რომ ეს ჩემი და დამსახურე მე ყოფილიყავი თანამონაწილე ჩემი ქონადობის. აი ბერშტეინი ერთი მე მგონი ჩვენ თქვით ერთხელ აი საბჭოთა პერიოდის 1991 წელს არის წელი გამოსული საბჭოთა კავშირია მაშინ ხო ის ხო პავლოვის ის იყო საბჭოთა კავშირი პავლოვის მასე იდგა ნუ რეფლექსიაზე არო ძაღლს მოუვან ერწყი თუ და ადამიანიც ცხოველის დონეზე იყო დაყვანილი რომ იმის მართვა შეიძლება უამრავი манипуляციით რა ის მოინდომებს იმას მოისურვებს რასაც რითად დაგეშავდა შეიძლება გაწურთნა და ასე შემდეგ ნუ ექვემდებარება და ანუ სამქმნილება ზოგადად შეგუების იმით მაშინ აი მაგალითად წყალს რომ დაასხამ ის ავტომატურად იღებს მმართველობას სადაც მეტი კომფორტია ანუ ის პასიურია რა ის ვერ ქმნის რეალობას ის არის გარემოებების ერგება
და მეტი არაფერი და აი ბერსტეინი ასამბლს ეს მეცნიერი რომლის გამოც მე ის გარიცხეს აკადემიიდან და ის საბჭოთა პერიოდში მას აქვს ესეთი რუსული ტერმინია მადელ პატრებნოვო ბუდუშევ აი ეს როგორ შეიძლება ქართულად არ პატრებნი და ბუდუშევი. მადელ პატრებნოვო ბუდუშევ კი ესეთი აუცილებელი მომავლის პროექტი ნუ ხო თუ გარდაუვალი მომავლის თუ აუცილებელი პატრებნი აი რომელიც გჭირდება ანუ ეს საჭიროება და იმის მოდელი რას ნიშნავს ეს რომ ქმნილება შეგუებით და რაღაცების გზით კი არ მიდის წინ ტვინში წინასწარ არის ჩადებული აქ უпроსორად ადამიანში და ქმნილებაში სცენარეში ყველაფერში ეს პრინციპი მოქმედებს ანუ პასიურად კი არ მიდის რომ გადარჩეს რაღაცა არა ჩადებულია მიზანი წინასწარ თუ რა უნდა გახდეს ბოლოში და სად უნდა მივიდეს და ან განადგურდება ან მიაღწევს იმ მიზანს შესაბამისად როდესაც რაღაცეები გზაზე დაბრკოლებული ხდება ის ბრძანებას გადასცემს ერთგვარად ტვინისკენ და ამიტომ იქვე აქტიურდება და გადასცემს გენერალს ისეც რომ იქ მოშალოს ეს და იქ როგორ ანუ აქტიურია საწყისში ჩაწნეხილია ყველაფერი რაც ბოლოში უნდა მივიღოთ და განა მართლა ყველაფერი ასე არ არის რასაც ჩვენ ბოლოში ვიღებთ ის ხო თავშია როგორც შესაძლებლობა და იდეა ყველა შენი მოქმედება მე რო აქ ვზივარ ახლა ეს განხორციელებული რისი რაც თავში სურვილად მოვიდა ან ინფორმაცია მივიღე და მე განმახორციელე ეს სარჩულად უდევს ის და აგერი ჰეიმინგუეიც იგივეს ამბობს ან ადამიანი შეიძლება გაანადგურება რომ ვერ დაამარცხება რატო აი ზუსტად ეგ არის ვინც დამბადა შეძლებაცა მომცა ძლება და მტერთავ აი ანუ განგებამ როგორ გამოგვისურვა ჩატერა ჩვენში ყველაფერი წინასწარ როგორ შესაძლებლობა ყველა რესურსი ყველა რაც კი წინააღმდეგობა შეხვდება იმის გადასალახ ეს უკვე გაკეთებულია აი გაბედულება რაშია და უკვე ქრისტეზე უკვე ახალი სამყარო გელოდება ქრისტემ რაც გააკეთა რომ სიკვდილი დაამარცხა აღდგომა ეს არის აღიდგინა თავიანთ დაშლილი სხეული ადამიანის სხეული შეაკოწეცა ისევ და მიიღო ისევ ახალი სხეული უკვე ახალი შესაძლებლობა ჩვენთვის და ის რომ არის ჩვენთვის ეს გარანტია იმან ისეთ იმას გვაძლევს რომ ჩვენ მადლს და წმენის მათ თავის გულში არსებობს აქ გადმოგვიგდებს იმ სამყარო და ხუზასავი რომელიც უტყუარი დასტური და გარანტია რომ ეს გადარჩენა უკვე გაკეთებული ერთადერთი რომ ხელი არ გაუშვათ და აი ეგ არის ზუსტად ისე ბერსტეინს რომ მივადგეთ უკვე ქრისტიანულადაც და თავდაპირველადაც ყველა ვარიანტში ჩვენში დევს წინასწარ ყველაფერი ის რაც და ვინც უნდა გავხდეთ ბოლოში და იმიტომ ხდები შენ ის რა უკვე ჩადებული და ამიტომ სამყარო ქაოსურად არ გასვენებს აი რომ ვამბობ რომ არ გასვენებსო და ეგ არ მასვენებს ბიჭო სწორია და ევოლუციონისტები და იმას შორის არის ხელოვნურად დავა მე მგონი აი ძალიან აი კარგად შერიგდებიან ევოლუციონისტები მატერიალისტები და თეოლოგები აი თუ კი ორივე დათმობს თავის სიჯიუტეს რაღაც სიკერბეს და ფაქტობრივად უაზროდ ეხლებიან ერთმანეთს ანუ რა ევოლუციონისტები სწორი არიან რომ ევოლუციონე დიახ მაგრამ რა ევოლუციონირდება რაშიც პოტენცია არ არის იმის ევოლუცია როგორ შეიძლება თუ მარცვალში არ არის ჩადებული ან წიწილში კვერცხში პოტენცია დამამლული თუ არა რომელშიც არის პროგრამა რომ წიწილი უნდა მივიღოთ გენეტიკურად როგორ ევოლუციონირდება მასე მარცვალიც ევოლუციონირდება პატარა მერე რაღაცას გამოიღებს იმას მერე პატარა ღეროს მერე ტოტებს ევოლუცია არ არის ეგა ჯერ ნაყოფი არ ჩანს ხომ ჯერ ის არის რაღაც სცენარეული ისინი მოდის და ბოლოს წიფენაყოფი რომელშიც მარცვალია მაგრამ როგორ ევოლუციონირდა ამ მარცვალში რომელიც მე დავთესე მასში რო არ ყოფილიყო ჩაწერილი ანუ მასში ხსოვნა რომ ის საიდან მოვიდა იმან გაიარეს ხეობა ნაყოფი გახდა ჩამოვარდა და იმიტომ ხდება ეს ანუ მე აი ბერსტეინი რო ავიღოთ ევოლუციონისტები ამბობენ რომ მილიარდობით წლის განმავლობაში ნუ ახლა წლები და მართინება არ არის ტრილიონობით რა ბოინგი აფრინდებოდაო იმედა რა ქვია ნაგავსაყრელიდან სადაც ყველა ელემენტი ყრია ნუ მილიარდჯერ თუ არ შედგა ბოინგი ესეთი სამყაროები არსებობს სადაც მილიარდობით მაგრამ ჩვენი არის მე მილიარდედი ერთ-ერთი შემთხვევა სადაც ბოინგი აფრინდა ანუ დაალაგდა ეს სიტუაცია რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ამაში არაფერი კანონზომიერება არა ნუ ძალიან ძლიერად უნდა გინდოდეს ასე და ძალიან დიდად მორწმუნე ამას როგორ დაამტკიცებ შე უფრო ლოგიკური არ არის რომ ევოლუციონირდა ის რაც ეწერა პოტენცია რას მივიღებდით ბოლოში
ანუ წლები რა შუაში ახლა როგორ ფიქრო ახლა მე რო ეს დავდო ახლა აი არის რა ქვია აი ახლა მილიარდი წლის მერ პიანინოდ იქცევა ეგ რა შუაშია წლები რაც პოტენცია არა წლები გამოავლენს იმას რაც ჩადებულია ამაში პოტენცია და იმას გამოავლენ წლები გამოავლენს იმას რომ ეს დაიშლება მალე იმიტომ რომ არ არის პოტენცია ჩადებული მაგრამ თუ აქ ჩვენ მიწაში ჩავდებ რაღაცა მარცვალ წლებში პოტენციაში თვეებში რაღაცაში განვითარდება ის რაც ჩაწერილი იყო და მივიღებ შედეგი ასე რომ თუ ეს შევთანხმდებით ახლა ის რა ერთი წერტილი თუ სამყარო ერთ წერტილში იყო ჯერეთი ის ერთი წერტილი როგორ გაჩნდა ასეთი წერტილი რომელშიც ჩაწნეხილია მთელი სამყარო galaktikებით და ChatGPT დამთავრებული და ჩვენი გენიოსი ტვინებით იმის რა ქვია ქრისტე და ბუდა ვინ რო დადიოდა აქ ეს რა იმ წერტილში რო არ ყოფილიყო პოტენცია რომ ამას მივიღებდით როგორ მივიღებდით ამას შესაძლოა ხო და რატო არის ეს ძნელი რომ თვითონ რას იშლავს ვერ გავიგე რა წლები რას მოიტანს წლები გამოშლის იმას აი სხვადასხვა რუსულში კარგად არის развитие განვითარება развитие ვიოდ გენეზო ხო ქსოვა და რას არის პირიქით გამოცარვა გამოშლა ანუ განვითარება არის იმის გამოშლა გამოცარვა რაც პოტენციალში ჩადებული იყო იგივე ნიშნავს 6 დღეს ქმნადობაზე ძველ ქართულად 6 არის ქუსვა არის ქსოვა ანუ 6 დღე არის პროცესი, ქსოვის პროცესი. სხვა ენებშიც ასეა, რუსულადაც ასეა. შეესტვovat. უტე შეესტვია ექსობა, ანუ პროცესი, რომელიც სრულდება იმით 64-ით, ანუ რაც პოტენციაში იდო სამყაროში თავში. ქმნადობის 6 დღის ქაოსის, პროცესის, დინამიკის, განვითარების ევოლუციის შემდეგ ვიღებთ 64-ს, ანუ დიალოგს ღმერთთან. იგივე არ არის იქნებ ჩემშიც, მეც ვინავა. მე ჩემივე თავის ქაოსი ვარ, აი ჩვენ ვთქვით შეიცან თავი შენ. მე ჩემი თავი ისე კი არა მაქვს სადღაც დევს და ვიპოვო. როგორც ამოცანაში არ დევს პასუხი ცალკე რომ გავჩხილო. არა, ამოცანაში უნდა ამოვხსნა მე. გავამარტივო, დავშალო და ბოლოს ვიღებ რაღაცა ის სამიან და რისი დამტკიცებაც გვინდოდა. ანუ რა დაშვება თავში გავაკეთეთ ჩვენ ამის. მაგრამ დაშვება ერთია და მტკიცებულება ჩემმა გულმა უნდა დაამტკიცო. აი რა რისკენ მივდივარ ჩვენ იქნებ. და რატომ არის აქ ამ ორის შეერთება შეუძლებელი? თუ ამას შევაერთებთ ერთი მხრივ ევოლუციას, დიახ, დროში მოხდა კი, მაგრამ რა ევოლუციონერდა შესაძლებლობა და ის მიდის შესაძლებლობა მიმსგავსებისკენ. ვისი ხატადაც შექმნილი ვარ. მე მაშინ რა გამოდის, ჩემივე თავი მაგ შესაძლებლობად მოცემული. და არა გარანტირებულად და შიშიც ამაქვს უკვე. შიში 50 აი ეს არის სიკვდილი შიში, მაგრამ ეს შიში მე მაიძულებ შემართული ვიყო. აი როგორც ირმები მაგალითად სადაც გლები გადააშენეს, ირმები გაბერწდნენ. იმიტომ რომ ელასტიურობა დაკარგეს, მოქნილობა და ისეთი. ისა და აი ადამიანის როგორც კი შიშს კარგავს, აი ეს სიფხიზნეს სადმიდის, ის დუნდება და ყაყდება და ესე ცივილიზაციები გვაქვს კულტურები გადაშენდნენ ჰედონიზმი რო გაბატონდა და ნუ რომის იმპერია და სხვა იმპერიები ჩამოიშლებოდნენ. რატო არს კარგავს, ანუ არ მიდის. როგორც კი ის არ მიდის და კარგავს დინამიკას, პროცესს, ანუ არს რის გამოც ეს შეიქმნა ჩამოიშლება დაამთავრა, მაგრამ არაფერი ისე არ ჩამოიშლება და არ განადგურდება თესლი რო არ დატოვა. დაუშვათ თუ დაინგრა ბაბილონის იმპერია, სპარსეთი ამოდის, უკვე ახალი. ამ ნანგრევებიდან ახალი მე ის ჩამოიშლება, ბერძნულ რომაული შემოდის, მე ის ჩამოიშლება კიდე რაღაც ამოდის. აი ახლა დღეს ხდება უკვე სისტემური ცვლილება. ადამიანური შესაძლებლობის შექმნილი პოლიტიკური თუ არსებული იდეოლოგიური თუ ყველაფერი მათზე აგებული და ცხოვრების წესები ყველაფერი პიქშია მიღწეული და აი აქ უკვე ეს ამბობს ადამიანი ჩემს სახეს ვერ იხილ უბრალოდ იახვე ძველი ახვის ანუ ადამიანური შესაძლებლობები უნდა ჩამოიშალოს აი ეს არის კრიზისი ამ წუთის სოფლის სიკვდილი დიახ, მაგრამ სიკვდილი რომელსაც მოყვება აღდგომა. ანუ ის რომელიც თავში ინახავს ხსოვნას, ის არ მომკვდარა. სამყარო აქამდე 1000-ჯერ განადგურდებოდა მასში რო არ იყოს ის როგორც მე რო გითხრა მადელ პატრაბნო ბუდუშევა ნაბრძანები აქვს იმას უკვე რა აი რო შექმნა ღმერთმა ვინც დამბა და შეძლებაც ამრომელსაც ძლევამტერ არ არსებობს სისტემები ან ვინ არის ან რა ძალა ის რომელიც ხელს შეუშლის იმას რაც ჩადებული იყო თავში რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს
შანსი არ არის, ვინ არის? აბა მითხარი რა არის? ღმერთი თვითონ ღმერთმა ჩადო ეს მექანიზმი. ადამიანი, ადამიანს შეუძლია რაღაცები იქით აქეთ, მაგრამ ის განწირულია, იმიტომ რომ მას ახსოვს ეს და მაინც თვითონაც მიდის ყველა წინამორბედობის გადალახვით ისევ ჰომეოსტაზისკენ, არის მდგომარეობა მას ბუნებრივად როგორც აი წყალი რო დავაქანოთ ახლა. წყლის თვისება ის არის რომ დაჯდეს. დადგეს უბრალოდ მისთვის აღძრულობა არაბუნებრივი მდგომარეობა, ამიტომ ის მანამდე ეხეთქება ყველგან მიდის სანამ ენერგიის მინიმუმამდე არ დავა, ისეთ წერტილამდე სადაც არსად არ წავა და დაისვენა. აი სიმშვიდე, მე-7 დღე უქმობა. ანუ სისრულე პროცესის რისკენაც ჩვენ ვარ დაქანებული. ახლა მე და შენ ვინ ვარ? მე და შენ ჩვენივე თავის შესაძლებლობა ვარ. რატომ არ გვასვენებთ? რატომ არ ვარ მოსვენებული? აი საჭმელი გვაქვს რაღაცას მიაღწიე კარიერას, რატო არ გაჩერეთ? ვინ არ გაჩერებს? არ გაჩერებს გამშენი არ გასვენებთ. რატო? იმიტომ რომ ის მიგერეკება სისრულისკენ შინაგანი, იმიტომ რომ ეს არა, ეს დედა არ არის. კი, ახლა დროებით შეიძლება იმე რაღაცა გაბრუნდე მქონებით, რაღაცა ისე თანადობა და იმ წუთას უკვე ეს სასულო დიდი მონატრება გეწყება. აი თუ ხარ რა, წიფე. თუ ახლა მწიფე მაშინ აი თაობები ისე მიდიან რომ საერთოდ კითხვას არ სვამს ადამიანი. აქ ლაპარაკობთ იმაზე, რასაც იესო ამბობს, ვისაც ყური აქვს სვენა დისმინოს. და თუ ბოლო ჟამია მართლა მაშინ რა გამოდის რომ ადამიანური ძალისხმევები რაც ათამდე არსებობდა ყველანაირი თავს იყრის ერთ წერტილში. რომ გადაილახოს ბოლო წინამორბედობა, ქერქი გადაილახოს გარსი, რომელმაც ჩამკვეთა ჩვენ და ღმერთი ჩვენი შუალობითი გახადა, უშუალოს ნაცვლად. 64 იყო უშუალო. აი რა გვაჩვენ, მე არ მასვენებს, მე შორიდან კი მესმის, მაგრამ მე ეს უფრო მაგიჟებს. აი შეყვარებული ვყავდი. რა იმას სიმონა ხალხთისმეტყვის ეს დიდი მამა მე-10 საუკუნის თუ არ ვცდები. იმას ამბობს, აი შეყვარებულს წერეს რო წერო. მე წერი რაკეთ მოგდისო, მე კიდე მიწებე საჩუქრებს გავუზე, რატო აკეთებ ამას? რო სულ ასე დარჩესო, თუ პირიქით, ეს შენ გაახლოვებს თქვენს უშუალო შერწყმას. აი მამასთან ღმერთთან ჩემი ლოცვებით იქ სადღაც არის, არ ვიცი. მესმის მისი ხმაური, მისი გამოვლენებები მატერიაში, ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაც უფრო მეტად წმუნდები შენ ღმერთის არსებობა, ჩემთვის უკვე ის ღმერთი არ მინდა იყოს უცხო, მე მეშინია. მამა, თუ მამაა, მაშინ მამასთან მე დიალოგი მინდა. მამას მინდა მე ჩავეხუტო, მამა ჩემთვის არ მინდა უზენაესი გონი იყოს, ქარხნის დირექტორი მამა. დაუშვათ, ქარხნის დირექტორი, მაგრამ მამა ჩემია. ანუ ამ გალაქტიკების გამხოლე დიდია, მაგრამ შვილი თუ არის მამას და იმპერატორს ვერ მიუახლოვდება, აი დიდი და მაგრამ ბავშვი კესერზე აზის, ეგერ მისი ბავშვი და ხეთში აქ ჩაყვანი. აი რა არის შვილობა. ახლა ნახე, ჩვენ წინასწარ განწირული ვართ ამ იერარქიისთვის მამის მიმართ, ერთი ღმერთის მიმართ, რომ უკვე ვერ გადავლახავთ, რომ ერთნი მონები არიან და კმაყოფილი არიან, მეორენი დავშად დაქირავებული მუშები არიან, ეს სამი მდგომარეობა, მესამე ძეები არიან, ეს წინ თუ ეს ევოლუცია ჩემში შესაძლებლობა დევს უსასრულოდ რომ დავიწყო ამ ნოლიდან, შორიდან რო ვჭრეთ ღმერთს. და ავიდე იქამდე რომ ჩავეხუტო მამიკო უთხრა და გულში ჩავიკრა. აი რა არ მასვენებს, ზოგადად ბავშვი ვერაფერს ვერ დაისვენებს. სანამ მამას არ შეყვირებს, სანამ დედას არ შეყვირებს და არ ჩაიკვრება გულში. აი როგორც სამუშერია, ჩემი სული ისე არის უფალი შენ წინაშე როგორც ძუძოს მოწყვეტილი ბავშვი. ვერაფერს ვერ გააჩერებ ბავშვს. შეიძლება დროებით რაღაცა საჩხარუნოებით, რაღაცები და ისევ დედა უყვირი. სულ დედა ახსოვს, დედაა 64, დედაა ჰომეოსტაზი. დედაა ის პირველი საშო. ყველაფერი დედა, ანუ რა არის დედა, ის სიმბოლოა დედა, აი მე რო თავისუფლების. ამა არგი შუმერულად, ჩვენ რო ვთქვით, ამა არგი ნიშნავს თავისუფლება შუმერულად. სიტყვას იგი თავის დედას დაუბრუნდა. ანუ რა უყოფილა თავისუფლება, თავის დედასთან დაბრუნდა. და რატო? ეს იშტარი იყო შუმერების ქალაქში, დედაქალაქში იყო იშტარის დედის ისა, მაგრამ დედისგან იყვნენ ასე წრეები იყო გარშემო იმის იერარქიის იერარქიები, ანუ ადამიანის ცნობიერების მიხედვით შემოდიოდნენ ახლო იმაში ამ რგოლებში. და ბოლოს ვინ შეძლებდა ამ შორიდან მდგომარეობიდან ნელ-ნელა ქალაქში შემოსვლას და დედასთან ისე ახლოს მისვლას, თავს ჩადება. სიტყვა ნიშნავს თავი ჩადო დედის კალთაში. დასხრა, დამთავრდა უკვე პროცესი. ქმნადობა არ არის. მოვედი. შინ ვარ. შინ ნიშნავს მეგრულად შინა მეგრულად არის გახსენება. შინ. შედი ნიშნავს გაიხსენე. და გახსენება კიდე ხსნა არის ქართულად. ალეთია, ბერძნულადაც ასეა, სხვა ენებშიც ასეა. ჭეშმარიტება არის გახსენება იმისი, რაც დაგავიწყდა.
და ის სადაც კითხვა არ არის უკვე. მაგრამ ამაში მე ვიდივართ ნაკლებობით. ნახე? ის სისავსეა, მაგრამ სისავსე მე თავში მქონდა, მაგრამ გარედან მქონდა. და ამიტომ ჩამიკეტა მე თუ სისავსე მაჩვენა გემო, მე გადამიკეტა, მაგრამ ჩემში ხო დარჩა გეში, აი როგორ წევარი რომ დაგეშო რაღაცაზე კურდღელს. ან რაღაცას გეშო აღებინებ და მე რომ მოაშორებ ობიექტ, წერალი უკვე დამთავრდა, წევარი არის გაგიჟებული, მან იცის ეს გეში და მიყვება სანამ ბუდეს არ მიაგნებს. აი ჩვენ დაგეშილი ვართ 64-ში, ჩვენ გეში აგვაღებინეს ძალიან მაგრად. თლიანად იქ ვიყავი, ჩვენ ვიცით გემო რა არის 64-ის, ის რა არის, ფერი რა არის, სურნელი რა არის და რა გვახსენებს შიგადაში, აი ამ წუთისოფლის წამიერი განათები იქ სიმღერას მოისმენ და გაყვები და ისევ ჩამოვარდები, არა ვერ ქაჩავ, აი მაგრამ გაგახსენებს, იქ რაღაცა ღვინოს დალები, ვიღაც სიყვარული, აქ რაღაც ვიღაცას ნარკოტიკი, ეს გახსენებაა, უბრალოდ ეს ზუმივით არის, ეს შორიდან დურბინით უყურებ და დაგოიმდები თუ კი სულ ამაში დარჩები, აი ეს არის პრობლემა ნარკოტიკის, იმდენად გაბურებს, გავიწყებს ყველაფერს და რჩები აქ და მიეყინები და არ მიდიხარ. მაგრამ როგორც მასტიმულირებელი საშუალება ღვინო, იმიტომ რომ ღვინო ახარებს გულსა კაცისას. ან სიყვარული, ან რაც არის, ის იმის გამხსენებელია დიდის, მაგრამ უნდა წახვიდე. და აქ არ უნდა, ამიტომ არის კარვებში უნდა იცხოვროთო ქრისტიანის აბრაამი კარვებში იცხოვრობდა, ქრისტიანების კარვებში რა არის კარავი? დროებითი თავშესაფარი. ანუ ჩემი ცნობიერება, რომელიც არ არის უნივერსალური და აქ არ ვდგები მე მზად ვარ იმ წუთად დავშარო და წავიდე. გამდინარე ვარ, რატომ მე მგზავრი ვარ? მე ნაკლებობაში ვარ, მე არ ვიცი ის შეიძლება არ ვიცი როგორია მე ვიცი ნაკლებობა რა არის. ეს ნაკლებობა უკვე მიმერეკება, უკვე კარგია. შემეხუთო სულები და ეს რო არ ყოფილიყო მე სადღაც გავიჭედებოდი. რაღაცა დიდი ფული ან რაღაცა მოდი მეყოფა კაი რა. საკმარისია უკვე. ხა მე რა ხა ის ხო არა ვარ ხა. არ მეყოფა, არ გიყოფა რატო? აი რა შეესაკ. ვის შეუძლია ბოლომდე გალიოს ეწოთი სოფელი ისე რომ ვერ წუნდეს ქრისტესავით და აი ერთი სკავაროდა არის უკრაინელი ის არის ფილოსოფოსი მწერალი მოაზროვენ და მაგის საფლავზე წერია ესე წარწერა მირ ლავილ მენია ინეპაემა საწუთრო მომდევდა ცბიერი და ვერ დამიჭირა ანუ ვერ დაგიჭერს თუ კი ხსოვნა გაგძლიერ თუ კი იცი რომ ბოგანოხარ თუ კი იცი რომ ეს შენი სახლი არის თუ კი გახსოვ ძლიერად სახლი ეს ხსოვნა გადაგალახინებს ყველაფერს როგორც ოდისეა მოგზაურ თავის პენელოპეს რომ მოდის გზაზე ისე რამდენი რამე ხდება ეს ყველაფერი ჩვენ სულში ხდება იქ კირკემ კინაღამ ღორად გადააქცია რა სიჟ ღორი ქონდა ცდუნება რომ ჭამასმა მატერიაში დარჩენილიყო ღორი ამისთვისება მაგრამ წაართვა თავი მე იქ სირინოზებს და სიამოვნება აქეთ თუ ტკივილი და რაღაცა გაშინებს იქ სიამოვნება გისირინოზები გარჩი აგერა ყველაფერი აქ არის აი რა გიდა კაცო რას გამოიკიდე და ანი 2 დღე ვარ ცოც მოდი რა ნახე რა ხა ყველა დაგოიმდი აი გოირ ვინ არის გოი იმიტომ არის რომ მე ამან ცოტა ისე სიტყვა მიიღო დაგოიმება გოიმ არის მრავალობითი საფრთხეში გოია ვინა გოი ვინც იხიბლება მატერიი წარმოა ბავშვი რა ხარ მამა ყავს ვისვია შემოქმედი და პატარა სათამაშოები ართვე ვიღაცასთანაც იმაზე ჩხუბები და რა ხა ის გიყურებს როდის გაიზდები მთელი სამყაროს მეფე ხარ და პატარა რაღაცეებზე ამიტომ გაიზარდე ხო ებრაელებს ეუბნებოდა არ დაჩაგროთ გოები არ დააგოიმო თუ ხეშად აი ამაზე ირჯებოდნენ ებრაელები ყოველთვის და ებრაელის მიეცა აბრაამის მოდგმას დიდი ერთხმერცი კი მაგრამ ებრაელები ხო გოის ახსენებენ არა ებრაელის წარმართი ყველა და ვინ არის არა ებრაელი ებრაელი ამ შემთხვევაში ერი არც არის უკვე აი ეს კარგად უნდა ვიცოდეთ უბრალოდ ისე ებრაელებიც ცოდავენ როგორც ქართველებს ვისაც ჭარბად მიეცა ცოდნა იმას უჭირს ამის ტარება გესმის და გადადիր რჩეულობის მანიაში არა რჩეული ხარ იმიტომ კი არა სხვა ჯობი ხარ იმიტომ რომ მსახური ხარ იმიტომ რომ შენ და შეეჭირო ამ ხსოვნას შენ ხარ ის აბრაამის მოდგმა აბრაამი რომელიც ერთი ღმერთი შეიცოდა იმიტომ უთხარ რომ შენი მოდგმაო ჩემთან მოიყვან ანუ ჩემ ხსოვნას შეინახავსო და მთელ სამყაროს ჩემს იმას გააგებინებს აი რატო აირჩია ებრაელი ამ გაგებით ებრაელი არც არის ერი ეს ერი გამრავლდა რელიგია ამ სულიერი რო შეინა როგორც ცეცხლფარეში ცეცხლს ინახავს და ეწირება და თუ მოდუნდება დაიჟება და ამიტომ რომ ყველაზე მეტად ებრაელი ერი იჯებოდა აბა ნახეთ სამყაროში წაიკითხეთ ბიბლია რა დღეში არიან ზუსტად იმის გამო რომ თუ არ იფხიზლებდა იმიტომ რომ ჩემი მთელი სამყაროს გადარჩენა ამათ მოქონდა და ზუსტად მაგით დაბადეს მესია უკვე პირველ საუკუნეში
მაგაც საიდუმლოა ხარ რატო არ მიიღეს მიიღებენ ბოლოში ეგეც დაწერილია და ვის არის დაწერილი ყველაფერი ნაწინასთან მეტყვი ხო და შესაბამისად აი ეს ანუ გატაცება ნივთიერის ყველა ეს პირველი ქრისტიანები ხო ებრაელები იყო ლიბიაში ან საბოლოო ჯამში ესევ შევხედოთ რომ მსახურებისთვის არჩეულიები არიან და არა იმიტომ რომ მე რაც საბოლოო ჯამში კაბალისტურ იმებს უსმენ ლიდერებსაც გამოდიან ჩვენ დაგვავიწყო ხშირად ამბობენ ჩვენ დაგვავიწყო რისთვის ვალ მაგითო ცოდვილობენ ახლაც მაგანამდე არ იქნება ისრაელის მშვიდობა სანამ განგება ამით აიძულებს იმათო დაუბრუნდეთ თავიანთ მისიას და რა არის ეს მისია რჩეულობით კბობა კი არა დიახ რჩეული ხარ დიახ უმო რა გაგები რჩეული ხარ იმიტომ რომ შენი მეშვეობით შენ ხარ ის ვინც აბრაამი ხარ შენ და ჩვენ ვართ უკვე ის ახალი ისრაელი ჩვენ უკვე ქრისტიანები ვინც მესია მივიღეთ და ბოლო ჟამს უკვე შეერთდება იმათ მისცემს უფალი პავლე ამბობს რომ შენ თუ ველური ზეთისხილი ხარო ველური და დაემყნეო ბუნებრივზეო და რომ ამით იკვეხნიო იმით იკვეხნიო რომ მეო დამამყნესო აქ ბუნებრივსო რომ ის ველურები ისა ბუნებრივი ტოტები შენ თუ ველური დაემყნეო მასო ბუნებრივსო თავიანთი ბუნებრივი ტოტები უფრო ადვილად არ დაემყრობაო თავის ნამდვილ ფესვებსო არასოდეს არ თქვა ეგ რომ ისინი უარყო ღმერთმა იმიტომ რომ მე შემოსული ყავ დროებით გააკეთავე ღმერთმა თავისი განგებულებითო საიდუმლოებთი რომ ყველანი შემოსულიყვნენ ქრისტეს მეშვეობითო და რომ იმათად თელ ისრაელს მოაქცევს ერთ დღეში უფალიო იმიტომ რომ აღქმა მისცა აბრაამს იმიტომ კი არა იმსახურებენ არავინ ჩვენც რა ჩვენ რო ქრისტიანებს სული მოგვეწერთ წმენა დავიმსახურეთ გადმოგვესხა ეს მადლია ეგ უკვე მიიღე ვისაც შეგიძლია ამიტომ ებრაელებსაც არც გაუხსენებს მთელი წინასწარმეტყველება წერია არც გაიხსენებს უბრალოდ რო შეპირდა აბრაამს იმის გამო ბოლო ჟამს დაუბრუნებს ყველაფერს დაუხელ თვალს მესიაზეს და ყველაფერს და აი ეს ორი ნაკადი რომ ეს ჯერჯერობით დურებით ისე ვერთში შემოვა და ეს იქნება ჩვენ რომ მეორე მოსასწრასაც ველოდები იმის წინა პირობა და პირდაპირ დასტური ებრაელების მოქცევა ეს ჩვენი კომენტატორების ისიც არის. ამაგურამ დაუბრუნდეთ პრინციპს. ხო, ცოტა ავწდი ჩვენ. მოიქეცი სხვას, როგორც საკუთარ თავს თუ გიყვარდეს სხვა, როგორც საკუთარი თავს შეբევნაირად ინტერპრეტირო ეგ, მაგრამ ამ პრინციპს მინდა რომ დაუბრუნდეთ და შეიძლება შენი სიტყვებით ახსნა ეს პრინციპი როგორ გესმის შენ. შეხოთაშორის ამას წინათ ერთი ჩავაკვირდი ამას გიყვარდეს მოყვასი შენი ვისაც და თავი შენი, ხო იგივე და ურე გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი. შენ როგორ გესმის ეგ? ნუ რუსულად დავშეთ რუსულ თარგმანში. Люби ближнего твоего как самого себя. ანუ უր აქცენტია ნიშნავს თუ აქცენტებს შევცვით აბსოლუტურად უფრო ადვილად მივალთ და გავხსნით ამ იმის ნამდვილ არსს ანუ თავდაპირველი ხედვით გიყვარდეს მოყვას შენი როგორც შენი თავი ანუ ისე გიყვარდეს მოყვასი როგორც შენი თავი ანუ როგორც აი ცოტა უფრო ისე გიყვარდეს мама როგორც დედა გიყვარს ანუ ისე გიყვარდეს ძმა როგორც და გიყვარს ანუ დასავით დავუშვათ ასეა ხო გიყვარდეს მოყვასი შენი აი როგორც საკუთარი თავი გიყვარს ისე გიყვარდეს ის აქ რაღაცა იკარგება ამ გაგებაში იმიტომ რომ ის თუ სხვა არის მე თუ ჩემი თავივით ის როგორ უნდა მიყვარდეს სხვა არის შესაძლებლობა ამისი რაღაც განუხორციელებელია არ გეჩვენება თუ ამ პარადიგმაში დავრჩებით ამ გაგებაში ამ წინადადებაში და სხვა არის კი ვერ გაკაჩავს შეუძლებელია სხვა გიყვარდეს ისე რომ მაშინ ხო მაშინ თუმცა იცი რა მიფიქრება ხშირად მე მიფიქრება იმაზე რომ ჩვენ ხშირად ვექცევით ადამიანებს ზუსტად ისე როგორც ვექცევით ჩვენ თავს იმიტომ რომ ესე რო არ იყო მაშინ ჩემი მთლიანობა დაირღვევა ანუ ჩემი ფსიქიკა ვერ გაუძლებს ანუ მე როცა ადამიანი ვიხასას უხეშად ელაპარაკება იცი რა მე ვფიქრებ მამაგურამ ასე ელაპარაკება თავის თავს ალბათ და გაკეთახმებ ანუ გარეთ რასაც ამჟღავნებს სინამდვილეში ამ ბილ სიტყვაობით თავის თავს ელაპარაკება ესე რო არ იყოს ანუ რა მგონია იცი რომ რეალურად ყველანაირი გარეგანი გამოვლენილება არის შინაგანი სამყაროს ნიშნები გარეთ. კი ბატონო.
ასე მეფიქრებ, არ ვიცი. ამაში ეს უკვე ის არის ფსიქოლოგების და ფიზიკოსების დასკვნაც, რომ რეალობა რომელსაც შენ უყურებ, მოკლედ მე ავხსნიეთ, ეს როგორ მესმის მე ეს ფრაზა. მე როგორ მესმის. ნუ არ ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ აბსოლუტურად სწორად მესმის, მაგრამ მე ესე ვიტყოდი. მე მესმის, მე ისე ვთარო. გიყვარდეს შენი თავი. და ისე როგორც გიყვარს შენი თავი, გიყვარდეს სხვაც. აი რაღაცა კიდე აკლია და მე და შენახე თუ დავიჭირეთ რა არის მაგრამ ის მე რო გითხარი ის აქცენტი. ხო და მოცემულობა არ მგონია რომ ჩვენ თავი გვიყვარს. ეს ერთი გასაგებია. ხო და კომპონენტი ნახე მამაგურამ რომელი კომპონენტი მაკლია. ვისგან დავისწავლო სიყვარული? მე ნაკლული მშობლისგან ვერ ვისწავლე სიყვარულს. მე სიყვარულს ერთისგან მაქვს სასწავლე. ანუ აქ აკლია. აჰა. რომ მიყვარდეს ფორმულა რომ ამუშავდეს და არა ლოზუნგად რა დარჩეს და აზრი არა აქვს. ის სხვადასხვა ზან იმას ესეთი რავინი ახსა მაგრამ შენო თევზი გიყვარსო ანუ შეიძლება რომ თევზი გიყვარსო და რანაირად გიყვარს თევზია თუ აღდები იმაში ხარშავ და მე ვიჭამო ხო? არა და უყვარს. არა და ამბობს რომ მე მიყვარს თევზიო ანუ მართლა ეგრე არ ვამბობ. ხო და რას ვამბობ იცი რომ ამაგურამ ხო არ არის ამ განტოლებაში ფორმულაში, მოდი ესე თქვა, დანაკლისი ის, რომ მე სასწავლი მაქვს სიყვარული ნამდვილი მშობლისგან. იმიტომ რომ რაღაცა კუთხით, მე შინაგანად ძალიან ვეთანხმები, რომ არ ვიცი, სადღაც წავი, ეგეს ვეღარ ვიმახსოვრებ სად რა მაქვს წაკითხული, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის წყარო წავიკითხო, რომ ერთ-ერთი გამოსვლა იყოს ასამბავნე, რომ ჩვენო ბავშვები რო გვიჩნდებიანო ეს დროებით ის არის ანუ შენ რო შენ მამშობელმა გააგზავნაო შენ ამას უკან უხდი სამყაროს იმითი რომ შენ შვილებს დიო მაგრამ შენი შვილები შენ არ გეკუთვნისო ეს ღმერთის შვილები არიან რომელიც მობარებულები არიან შენზეო და შენ უბრალოდ როლი გაქვს მშობლის მაგრამ შვილი შენ არ გეკუთვნის ის ღმერთს ეკუთვნის და მოგაბარეს როგორც პასუხსაძლევენ რაღაც ანუ რა მოგაბარეს რა მაგრამ აი ეს არის პრობლემა მე რო დაგტოვე შენ მე წავედი რაღაცა და ჩემი სახლი მოგაბარეთ 30 წლის მერე დავბრუნდი შენ უკვე შენი სახლი არ მაძლევ უკვე მიეწება გესმის და მომბარებულს არ მაძლევ როგორ ბავშვი დროებით მისე რაღაცა მე რო გამოვართო გასაღებ მანქანის სათამაშო 2 წელი მე არ გაძლევ ტირის მიეწება ეწებებით გესმის შვილებ და ყველაფერი ჩვენ აი ეგ არის ეგო აქედან იწყება ხო და ნახე მამაგუნა მაშინ აი ისე ვიქამდე 99% ადამიანი გაზრდილი არის სიყვარულის დეფიციტში. ასე გამოდი. ეს დეფიციტი მე გარეთ გადაგაქე. ხო, ანუ მე ამ დეფიციტს მერე ვიბალანსებ კარიერით, ფულით, მატერიალურით, 1000 რაღაცის ვცდილობ რომ ეს ამოვავსო ეს დეფიციტი, მაინც არ გამომდის. მაინც არ გამომდის. მაინც არ გამომდის. ეს არის რადიკალ. აი ესე მაშინ რა გამოდის საშა. მოდი ამას არ გავიქცეთ ახლა. თუ ჩვენ აი ეს სწორად იქნებ მთელი ჩვენი პრობლემა სწორედ მიუხედავობაშია და ცოდვილობას ქართულად ცოდვა ნახე რა მაგრად არის ქართულში გაგებული ხა რუსულში გრეხტა რაღაცა უფრო განკითხვისკენ მიდის და რაღაცა ისეთი ცოდვილობ რას იშავ ცოდვილობ აი ბავშვი რო უყურ ცოდვილობს იმიტომ რომ არასწორად უდგება და იტანჯება ამაოდ და ბიჭო რა უყო არ ვიცი ახლა მაშინ მე ვაცლი რომ იცოდვილოს რომ ბოლომდე დაინახოს რომ არასწორად აკეთებს და მერე მოვიდეს გონს. ანუ იქნებ ჩვენი ცოდვილობის, რასაც წუთისოფელი ქვია. ვინ გვაცოდვილებს? ღმერთს უნდა რომ ჩვენ ასე ვიყოთ? არა. ჩვენ გვინდა რომ ასე ვიყოთ? არა. ყველა ხმოდი დავანებობ სოფლიოს თავი. თითოეულ ამ ქართველს დააწერინა ერთ გვერდზე რა უნდა. 99.9% დაემთხვევა ერთმან. ყველას გვინდა სიყვარული, ვის არ გვინდა სადღეძელო საქართველოში რომელიმე ერთ და იგივე სადღელოს არ მაშინ რატო არ ხორციელდება? თუ მართლა გვინდა, ყველას გვინდა, თუ მართლა გვინდა. მაშინ ეს რა ჭირი გჭირდება. აი რა ხდება, რა ცნობიერში გვიდევს უამრავი პროგრამა, რომლის მიხედვითაც არ გვინდა. ხო და მომისმე იგივეს გეუბნები, ესე ცოდნა, მაგრამ მაშინ მოდი იმ ქვეცნობიერში ჩავიდე. რეალიზება. მოვიდა იუნგი და გეუბნება რა? სულიერი კაცი იყო ეს იუნგი. კი ბატონო. ის კი არ იყო, ანუ სხვადასხვა ის არა ქვია, ძალიან მაგარი ვიდეო არის, რო კითხეს იუნგს მამაგურამ, რომ შენ ღმერთის გწამსო და გაუცი. კი არ წამსო, არამედ ვიციო. მე ვიციო, მე არ წამსო, მე ზუსტად ვიციო, ანუ ძალიან ისეთი. სადა ფროიდის მერე სად გადავარდა ხო და. ხო და რას ვამბობ, იცი მამაგურამ, რომ
იუნგი ამბობდა ერთ მარტივ რაღაცას. ერთადერთი ფუნდამენტური პრობლემა ადამიანის არის გაუცნობიერებლობა. ანუ ცოდვილობა იგივეა. ეს კაციც იგივეს ამბობს. ცოდვილობა იმ კუთხით, რომ არ ცოდნა. ანუ უვიცოდა. ანუ მოქმედებ ცოდნის გარეშე, ან ნაკლები ცოდნით და გიმძიმდება შედეგი. მაშინ მოდი ახლა არ გადავადოთ მეთქი. აქაც უყურე ჩვენ პრობლემაში. ამას ვილაპარაკებ ჩვენ ახლა აქ. იუნგმა ეს თქვა, იმან ეს თქვა და ავდგებით კრება დარჩა მხიარული. არაფერი არ წავიწი წინ. გაბედულება რა არის ახლა? გაბედულება ის არის, რომ მოდი მოგადადებს სხვისკენ ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს სადღაც ზოგადი ლაპარაკები და ყველა ხელს იბანს მე მიდის და ეს ზოგადში ტრიალებდა კაცი შვილი არ არის ის ვინც მართლა პატარა ბავშვით იგავსოთ მეფეში შვილია ყველა ტას უკრავდა რომ მეფეს რა კაი ტანსაცმელი აქვს ტყუილი შიშველია და ბავშვა გაბედა ამ პატარა ბავშვით ოროსანივით რაღაცა გაუბედავად რატო ტრიალებს ეს წრე თუ ყველაფერი ამდენი ვიცით, იუნგიც ვიცით, ფსიქოლოგიაც ვიცით, მეცნიერებაც ვიცით, ქრისტიანობა ვიცით, ყველა ამდენი ცოდნა დავაგროვეთ და რას გავხარ შეუბედო, რას დაგამსგავსა რაღაცა არქიფოსეთურმა თუ რაღაც. რატო ვართ ასე არ გვინდა ასე დღეში ვიყოთ. მაშინ მოდი კითხვა დავსვე, ვინ გვაცოდვილებ? სამყარო და სამყარო ღმერთისა და მაშინ. ღმერთს ეს არ უნდა, მე არ მინდა, არავის არ გვინდა, მაშინ რატო ვართ ასე დღეში? რომელი მეთი გინდა? მართლა გინდა? გინდა. მაგაში არის საქმე სამყარო ყოველთვის გვაძლევს იმას რაც გვინდა უბრალოდ ვერ ხვდებით ჩემი აზრით რა გვინდა ან იქნებ რომელ ნაწილს უნდა მაგაში რომელ ნაწილს უნდა ან და რატო გვისრულდება ამ სამყაროში ის რაც გვისრულდება ყოველ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მეტად რაც ჭეშმარიტებასთან მიგვაახლოს პატიოსნე ეს არის ლაპარაკო იმაზე სადაც შენ ფეხი არ დაგიდგამს რა ეს ძალიან დიდი ცდოება რა ყველაფერზე ლაპარაკო შორიდან ყველაფერს წერა აი დაუბრუნდეთ გაბედვა ეს არის მოდი დაუბრუნდეთ იმას მოდი როგორც ამბობდი რომ მეორე ასპექტს შევხედოთ მეორენაირად შევხედოთ მოდი ამას დაუბრუნდეთ მოდი მეორე კუთხიდან შევიდეთ ხო გიყვარდეს მოყვასი შენი თასა თავი შენი ანუ ჩვეულებრივ გაგებით არის რომ ისე გიყვარდეს მოყვასი ანუ სხვა შემთხვევაში როგორც შენი თავი აი როგორც ისევე გიყვარდეს დედა როგორც მამა გიყვარს ასე მამასავით დედაც მაგრამ თუ სხვანაირად შევეხოთ ხაზი გავუსვათ თავ რაღაცას და გადავიდეთ შემდეგ მე უბრალოდ მინდა მე მჯერა რომ ნაკლული სიყვარულის ხონზე თუ მე ღმერთისგან სიყვარული არ ვისწავლე და ჩემი თავი მოკლედ თუ ჩემი თავი არ მივაბარე ღმერთს და არ აღვადგინე ეს კავშირი ჭეშმარიტ მშობელს და შვილს შორის მე სიყვარულს ვერ ვისწავლე იმიტომ რომ არ ვიცი ეგ რა არის მართალია ანუ არ ვიცი მე მივიღებ მშობლებისგან ისაც გქონდათ მივიღე ეს ნაკლული სიყვარული, იმიტომ თვითონაც ნაკლულში იყვნენ გაზრდილები, ანუ განა რამეს და რამე დაენანებოდათ, რომ ჩემთვის მოეცა. მეტი რომ შეძლებოდათ მეცაც მომცემდნენ. მეცაც მომცემდნენ, მაგრამ ნაკლულ სიყვარულში ვარ, მე გაზრდილი დეფიციტში ვარ და შესაბამისად მუდმივი დეფიციტის განცდა არის ის, რაც მაგ და თუ მე ის არ ამოვივსე და ჭეშმარიტ მშობელთან, ჩემთან არ აგვადგინე ეს ურთიერთობა და სიყვარული არ ვისწავლე მასგან მე საერთოდ ვერ ვხედავ ასეთ ჭრილშიაც მე და შენ გამიხილეთ როგორ შეიძლება მაგ განტოლება ვიმუშაოს. მოდი ეს მინდა დავაფიქსირო და დავტოვო ესე და მოდი ხა მეორე კუთხიდან მივუდგეთ როგორ შენ ამბობ. ნუ მეორე კუთხიდან ის არის რომ თუ კი ჩვენ ამოვალთ იქიდან რომ ყველაფერში სათავეში იყო ერთი თავის თავად ვისაც არსებობა აქვს დანარჩენი არის ერთის მოსურვებისგან შექმნილი და არა უცირებელი. მოსურვება შეიძლება არ მოისურვებინა იმ ერთს მიუწვდომას. მოისურვა უბრალოდ რომ უნდა რომ ვიღაცა ყოფილიყო კიდე სხვა ერთი რომელსაც ისეთივე განცდა ექნებოდა ერთობის შეგრძნების ანუ ნეტარების როგორც თვითონ კონდა. აი სამყაროს შექმნის ადამიანის შექმნის мотиваცია ღმერთისგან და მართლმადიდებლების იგივე ჭარბის სიყვარულისგან ესე იგი ერთი უნაწილებს სიცოცხლეს სხვას ეს ბუნებრივი მოთხოვნაა ხო ბავშვობაშიც რაღაცა რომ კარგი გაქვს შენ იმ წამს გინდა რომ გაუზიარო სხვა მე კაბალა ხო ამბობს სინამდვილეში რომ როდესაც ადამიანი შეიქმნა იყო
ანუ სამყაროს შექმნის რო ლაპარაკობს, ადამიანზე რო ლაპარაკობს, სამყაროზე ლაპარაკობს, ანუ მიმღებმა, ანუ გამცემმა შექმნა მიმღები. ხო, კი. მიმღებმა რომ კაცი. მიიღო გამცემისგან ეს ენერგია, ჭარბი სიყვარულის და გაცემის ენერგია, რაღაცა მომენტში თქვა რომ მორჩა. მეც მინდა გავხდე გამცემი, იმიტომ რომ იმდენი გამცემის ენერგია მიიღო, რომ აი ესე გააჩერა. და მოხდა აფეთქება და შეიქმნა სამყარო. ანუ კაბალისტურად ეგრე არის, კაბალა ეგრე ყვება. ეკრანს იკეთებს, ირეკლავს, მეც არიღებს, იმიტომ რომ არ დაიტყოროს. თვითონ მაშინ პიროვნება გაქრება, უკვე თუ ძალიან ჭარბად შემოვიდა და იკეთებს მასახს ეძახიან ესენი ეკრანი, რომელიც უკვე ბლოკავს ამას ჭარბ სინათლის თავის თმაში. რომ თვითონ მისი საკუთრება გახდეს, ეს თვითონ როგორც ღმერთია გამცემი, ეს რო შედგეს, აი ეგ არის ასაული. ყველაფერი მიდის არასრულყოფილებით იხსნება ყველაფერი. ან ეს გადაიჭერება ეს დილემა. დილემა რა არის, რომ ერთი მხარე ღმერთი და მეორე მხარე არის არავინ არ არის აბსოლუტურად. და არა და ღმერთს უნდა და ვინმე ყოფილიყო კიდე ვიც იქნებოდა ისევე როგორც ღმერთია. და როგორ უნდა გადაიჭერას ეს საკითხი. ცალკე თუ შექმნის ასეთ სრულად ეს კლონი იქნება. თუ ნაკლებს შექმნის ღმერთზე ნაკლებს ის მაშინ აგერ არის ცხოველები, მხეცები, მცენარეები და რამდენის გინდა, მაგრამ ესეც არ არის მსგავსი. და აი აქ არის ზუსტად ის შესაძლებლობას დევს და თვითონ პასუხობს მე ერთამდე არის აი შე რო თქვი რომ სიყვარულის ნაკლებობა მქონდა და სწორიც არის ეს არის ერთადერთი სამაგიეროდ ეს ნაკლებობა მიგერეკება სისავსისგან არ გაჩერებ ნახე ფული მქონდა რატო არ გაჩერდი როცა ფული მქონდა კარიერა მქონდა რატო არ გააგზავნე ისევ სულა კარიერისკენ მეტიც და მე რატო სხვა ქვეყანა კიდე ასპარეზი სადაც ეგეცო შენ რეალიზაცია ამ რა უნარებიც მქონდა რამ გაგაჩერა ვინ არის ის რა უნდა აი იქნება ეს კითხვა და ნაბიჯების შეჩერება დიდი მონანიება და უძღებიშვილი რომელიც კოთი რო ვერ გააცხად და გონსმოდის და რატო გაგდებს უფალი აქამდე თითქოს ერთი მხრივ გაძლევს ყველაფერს აი რატო არ გიზღუდავს იმიტომ რომ მას არ უნდა შიშით შენი დაბრუნება და თვითმიზანი კი არ არის რომ შემორჩილებაში ყავდი galaktikები ყავს მორჩილებაში არამედ გაცნობიერებული იყო მას არ უნდა რაღაცა რელიგიური ავტორიტეტის გამო იყო მასთან რაღაცა შიშის გამო ან იმის გამო იესო ვინ არის აი ზუსტად სისტემის გარ მას შვილი უნდა იყოს შვილი ვინ არის მამას ეძახის თქვენობით კი არ მიმართავს აუშვოთ და ის მამას და დიალოგში შედის აი ეგ არის პირველი ისა გემო რა საკითხი და ზუსტად იმ შვილობისკენ მივიდა იქნებ ეს ნაკლებობა რომელიც მე არ მასვენებს ეს ზუსტად ჩემში უკვე ჩადებულია წინასწარ რომ მიმიყვანოს მამამდე ან ვინც დამბადა შეიძლებაცა მანუამცა ძლება და მტერთა ამ შემთხვევაში მტერი სულაც არ არის ახლა პირდაპირ გაგებ მტერი ყველაფერი ის არის რაც შუაში დგას ჩემსა და ჩემს შემოქმედ შუა და იმისთვის კი არა რომ დამაშორე არა პირიქით მაპროვოცირებელი პირიქით ძალას მაძლევს, მეტ სტიმულს მაძლევს, ინტერესს მაძლევს, რომ მივაახლო და არ გავჩერდეს. მაქეზებს პირიქით. მას მასტიმულირებელია პირიქით, რაც უფრო მე წინამდე მით უფრო მე უფროსული მეხუთება ამაში, მაგედებს, მაძლიერებს. ეს არის მტერი, მაგაგებით არის მტერი და მაგიტომ ახე ქართულში ვეფხისტყაოსანში ტერ ბერძნულშიც მე სიტყვები ყველაფერი იმასკენი შევადარი ნიშნავს პატრონს მზრუნველს ღმერთიცა მას ეტერების თუ მასე ასმაცი წერი ანუ ვეფხისტყაოსანში ტერება რანიშნავს ზრუნვა პატრონობა ტერეო აქედან რუსულს ტერეჩ ასტერეგად ტერ ბერძნული ტერმინია ნიშნავს პატრონობას ზრუნვას და გაფრთხილებას, დაცვას. ანუ ისრაელში მტერი როდის შემოდიოდა? ზუსტად მაშინ, როდესაც ებრაელები ცოტა მოეშვებოდნენ, გარედან გამოვლინდებოდა მტრის სახით, ისევ განგება. აიძულებს, მიხდნენ, რატო დავი, აი ჩვენ რო შესაძლოა დავში, იმიტომ მოვიდა მტერი. როგორც კი გაასწორებდნენ ამ მტერი, ან თვითონ მიდიოდა, ან მინიმუმი ძალისხმევით შორდებოდა. და ახლა იმას არ ავწდეთ ჩვენ რაც ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე ის ერთი როგორ მითხარი შენ ახლა გვაინტერესებს ჩვენ ანუ აი მოყვას ის სიყვარულს ხო რა პირველი რაც შევთქვით დავიწყეთ რომ გეყვარდეს მოყვას შენი ვითარცა თავი შენი და მეორე გაგება რომ როგორ რა არის უფრო ჩადებული თუ ის სხვა არის მაშინ მე გამიჭირდება მეთქი ეგ ვთქვი რომ ერთია მარტო საბოლოო ჯამში და მეც ერთი უნდა გავხდე
თვითყოფადი, თავის თავში მყოფი, თავის თავში რომ წმუნდები მე ვარ და გარედან არ ვიღებ მოწყობა. აი ქრისტიანობა მას გენიალური, მე მაგ სიცოცხლე თავის თავში, როგორც მამასა აქვს სიცოცხლე თავის თავში. და მე კიდე მეორე ადგილს მორწმუნეს თავის თავში აქვს მოწყობა. ანუ რატო ამბობს ამას იესო? იმიტომ კი არა რომ მე მაგ და თქვენ არა, შენს ის კაცია. შენი პოზიციიდან ეს შენს აჟღერებს მანიფესტა შენს მომავალ მდგომარეობა სტატუს აქ მასობა რეკლამირებას გამოწევს რომ შენც იგივე გააკეთო რომ მე მაგ სიცოცხლე აქვს სიცოცხლეს ჩუქნის თავის თავში აი ამიტომ მოხდა ჩვენი ეს არასრულყოფილებაში მას ამიტომ გიყვარდეს მოყვასი შენი არის ვითარცა თავი შენი არა ის რომ ისინი სხვები არიან და სხვების გიყვარდეს საკუთარ და კარგი დავუშვათ მე მიყვარს ჩემი თავი ხო და ახლა მეორე მოყვასიც გიყვარდეს თავი კი მაგრამ მესამე მოყვასი მეოთხე მოყვასი მეათე და 10 100 1000 მოყვასი ჩემი თავით სიყვარული ხო იცი რა არის სიყვარული არის თავგაწირვა ლუკმის გაყოფა ყველაფერი და როგორ შემიძლია ეს ფიზიკურად შესაძლებელია ანუ სად გადაილახება მაშინ ნუ თუ ეს შეუსრულებელია ნუ თუ განგება ისეთი ეგოში ალბათ არა ეგოში არა აი მაშინ თურმე წინ უსწრებს ამას გაცნობიერებას ჯერ სანამ დაიწყება მცდების შესრულებას ჯერ გაარკვე ვინ ხარ შენ ვინ იწყებს ამას რასათან მდგომარეობით და მეორე პლუს ვინ არის ის მოყვასი თუ ესენი არ გაიგებ ამოიქნება სიზიფეს ლოტრიას ყველაფერი შენ ეჭიდები ისეთ რაღაცას რომის შეუსრულებელი და აქ გიჭერს ეკლესია უკვე მორანიება შენ მოყვასი კი არა მტერი არ გიყვა და მოინა იჭერს და მუდმივად ავამტყოფია სტაციონარშია სულ იმიტომ სულ ბრალეულობის განცდა აქვს და ვერ შეძლების და ნაკლებობის განცდა რომ იმიტომ რომ ცნებები ნახე რასეურება ქრისტე და მე სადგავარ და ვიკუნტები ვიჭინთები და დიდი რომ რაღაცნაირად არიქა იქ 64-ში რაღაც ჯოჯოხეთში არ მოხდე და რეალობა არ იცვლება. იმიტომ რომ შეუძლებელს ეჭიდება, არ იცის, აბსურდია. მე ამ ფარისევლობაში გადავა. იმიტომ როგორც კი დაინახავს რომ შეუძლებელი, უკვე თამაშობს უკვე. და იცის რომ შეუძლებელი და რაღაცნაირად მასკარადი იმართება, ყველანი ერთმანეთს ვატყუებთ. ან მე ვამბობ რომ ვაიმე დავწყევლე, ვაიმე შევიგინე და ნუ მაპატიო კი მა შეგინდოს შვილო ჩემო, დაადებს ოლარც. და თამაშია ეს ყველაფერი სანამ სულ ასე გაგრძელდება და არაფერი არ შეიცვლება. მაშინ სად არის გამოსავალი? გამოსავალი ორი მაგ პირველი ვინც ცდილობს რომ უყვარდეს შენ ვინ ხარ და მეორე ვინც გიყვარს ის ვინ არის ეს თუ წინ არ უდევს მაშინ ეს შრომა ამაო ამიტომ ეგოთი შე რო თქვი ისე როგორ შეიძლება მე ეგო რომ ჩემი შვილი მეყვარს ჩემი ოჯახი ჩემი სამსახური მაქვს ყველაფერი და ამ დროს ზუსტად ასე მიყვარდეს მეზობლის ის ფიზიკურად შეუძლებელია ვერ შევძლებ ამას როგორც ადამიანი ეგო თუ მაშინ რომ მოთხოვნილება როგორ მომეცა მე დამცინის განგება აი მეორეს გეტყვი ქრისტე რომ იყავით სრულ როგორც მამა თქვენია სრულ ეს რა არის დაცინვა თუ დაცინვა თუ კი შენ ამას ახვედრებ შენს სხეულს რომ მე როგორც ეგოს თუ მეუბნებია რომ იყავი სრულ მე ამას დაცინვად ვიღებ და აბსურდია მაგრამ ვისეუბნება შენში რო არიდოს პოტენცია და შესაძლებლობა და ჯიში და გვარი რო არისო მამის როგორ მოგთხოვდა მამასავის სრული ყავი მაგრამ თუ ბუნება შენი მამასავის სრულია მაშინ შენ ვალდებული ხარ სრული იყო იმიტომ სისრული ეს არ არის ამბიცია და მიზანი სისრული ეს არის ნორმა შენ თუ სრული არ ხარ არანორმალური ხარ არასრულყოფილება სულაც არ არის საკვეხი არასრულყოფილება დიახ საჭიროა როგორ გზა რომელიც სრულყოფილებიდან დასული სრულყოფილება ჩემი ამბიცია კი არ არის და მიზანი აი გინდა არ გინდა მესრო არა ეს ისეთივეა როგორც საზამთროს მარცვალი მიდის სრულყოფილებისკენ როცა საზამთრო ხდება ის იმისთვის გაჩნდა მეც როგორც ადამიანი მარცვალივით არაფერი არა ვარ მაგრამ ჩემში დევს პოტენცია შესაძლებლობა რომ სრულყოფილი გავხდე ამიტომ გეუბნება რომ ქრისტეს გამოვიდა იწმუნოს ის ასაც მე ვერ ვირწმუნე ჩემ თავში აი ახლა წმენაც დიახ მაგრამ წმენის დეფინიციაც გავაკეთე წმენა იმას კი არის რომ წამს არა დაჯერება ვიჯერებ ქრისტე გაჯერდა და გაჯერების პროცესი მივიდა გაჯერდა და დაჯერება არის გაჯერების შედეგი და შენც თუ გაჯერდები შენშიც იგივე მოხდება ანუ მაშინ რა გვაშორებს ქრისტეზე კონდიცია ისე უმციფრობის ხარეს მეტი არაფერი ჯიშით ერთდა იგივე ხარ იმიტომ რომ იგივე სულით იშვი შენ რა სულითაც იესო ის თანაბარ სასტატო მდგომარეობა თუ არ და არ გეტყოდა ის მამა სრულყოფილი იყავი როგორც მამა არის სრულყოფილი ან გიყვარდეს მოყვას შენი ვითაცაც თავში აი აქაც მივადეგი უყურე შესაბამისად როგორ უნდა გავიგო ჩვენ გიყვარდეს მოყვას შენი ვითარცა თავი შენი ჯერ შენ ვინ ხარ ვინ ვარ მე აი ქრისტეში ვინც ვარ ის ვარ ვინ არის ქრისტე ვინც თავისი თავი აღიდგინა და სად აღიდგინა მე და მამა ერთი ვარ და აი ფესვი სად აღდგა შენ
ვინა და შენი და მშობლებით ხარ დაბინდული. შენ ძალიან ებრაელი ხარ, ან ძალიან ქართველი ხარ, ან ძალიან იუდეველი, ან ძალიან ქრისტიანი, ან ძალიან ოჯახი წევრი, ან ძალიან ამ ეპოქას შვილი, ამეებით მოდიხარ და სანამ ამეებში ხარ, შენ როგორ მიჯაჭვული გაყვავ? აი ეს არის გადაფარული, ანუ უმწიფარი ხარ, ეს ცილა იყო ყველაფერი. მაგრამ ვიცით შენ დამამლული ხარ. ანუ შენი ადამიანის ბუნებაში ვინც დევს ის ვინ არის როგორც რომ ავიღოთ ახლა კვერცხი ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი ის დამამლულია მამლი თუ არა დამამლული კიდე როგორ ამოვაწიწილი ჩვეულებრივი ცილა მაგრამ რა დევს იქ შიგნით დამამლული და ეს ცილა არის საშენი მასალა და ის ვინ არის პროექტი წინასწარი ყველაფერი როგორი წიწილი უნდა მივიღოთ უკვე ამ პროექტში დევს ის არამატერიალური ის რაღაცა არის მამლისგან რაც შემოდით პროექტი და ამას საშენმა გარდაქმნის ამ ცილას ამ წიწილე და მე ამ გამოტეხავს ამ გარს და იბადება აი მე ვისით ვარ დამამლული უხეშად რო ვთქვა მე ამ ხორცის ბიომასაში როგორც ცილაში ვინ არის ის უხილავი ვიღაცა რომელიც მე რაღაცისკენ მივყავა რომელიც მატერიალურს მიღმამილი არ უნდა ეს რა ვიღაცა არის ანტისხეული ის ვინც ფორმირებას ამას იყენებს როგორც საშენ მასალა ანუ გაგებისკენ მივყავარ, რაღაცა მწყობრისკენ მივყავარ, რაღაცა ფორმირების მივყავარ, უხილავარ. აი თუ ამას აღმოაჩენ ჩემში, იმას რომელიც სხეული როგორც საშენი მასალა ვარ, მე ვარ ის მოდელი პროექტი და სხეულში უნდა მატერიალიზირდეს ეს. მაშინ უკვე მე თუ ამასთან გავაგებ თავ იმ დიდთან რომელიც მოდელი ქრისტე მომცა უკვე განახორციელა, აი ის ვარ მე. მაშინ მოყვასი გიყვარდეს ვიღაცა თავი შენი უკვე ისიც მე ვარ, ის მოყვასიც. ანუ როგორც თავი შენ იმას კი არის ის ჩემი თავივით მიყვარდეს, ანუ როგორც მე ვარ, არა, როგორც ისევ ჩემი თავი. ანუ ისიც მე ვარ, ანუ სხვა არც არსებობს. იმიტომ სანამ სხვა არსებობს განხორციელებელია სხვის სიყვარული. მაშინ რაშია პრობლემა? პირველი მე შევიცნობ თავს როგორც იმ ერთად ქრისტეში, იმის იქით არავინ არ არის, მაშინ მრავალგვარობა ვინ არის? მრავალგვარობა არის ჩემი გაუცნობრობის შედეგი. მე იმიტომ გეძახდი შენ სხვას, იმიტომ მე ჩემი თავი არ ვიცოდი. ჩემი თავი რასთანაც გავაიგივე, იქიდან გიყურებდი და იქიდან მე ვერ შეგიყვარებ შენ. მაშინ პირველი მე უნდა გავაცნობ მე ვინ ვარ თვითონ და სად ვარდები? მე ვარ რომელიც ვარ. ქართველობამდე არსებული, მამაკაცობამდე არსებული, იმამდე რელიგიურობამდე, სოციალურ სტატუსამდე, ეპოქამდე ის, რომელიც მერე შემოვიდა აქ მატერიაში, როგორც რო გითხარი, ისა პროექტი და ეს ცილა ყველაფერი. იქ რო ჩავდივარ, იქიდან შევხედავ, უკვე სხვაშიც იგივეს დავინახავ, მე და ის სხვაში, ის მე, მიყვარს როგორც ჩემი თავი, ანუ ისიც მე ვარ. აი სვანაირად რო ვთქვათ, აი არის ცოტა რო დაასუსტო შენ. აი მე რაღაცნაირად ესე რომ ანუ დავინახო ჩემი თავი სხვაში. ისიც მე ვარ, საკუთარ თავივით ნიშნავს ისიც მე ვარ, იმიტომ იმ მეს გარდა არავინ არ არსებობს. მაშინ რა ვინ არის განსხვავებადი სხვაგვარი მე. სხვა ღრიჭოდან რო იყურება, შეიძლება ის ღრიჭო ან საცმელი, ან ფორმა სრულიად განსხვავებულები იყოს ყველგანი, ეროვნებებით, ეპოქებით, სქესით, სოციალური სტატუსებით, მაგრამ ქერქებია, გარსებია. მაგრამ არსი რომელიც იქიდან მიყურებს ერთია. უბრალოდ ის რედუცირებულია, დაკნინებულია, ან გამრავალფეროვნებულია იმის მიხედვით, როგორ გადაწყდება შენს ეგოში, რამდენად ძლიერი ეგოგა, გარსი. მაგრამ თუ მე გარსი გავათხელებ, უკვე ვილუპიც, აი როგორც ანუ უკვე ვერივეტები კანში, მე ვიბადები როგორც ის ერთი თავდაპირველ მდგომარეობაში ვასხამ ხორცს და იქიდან უკვე რო უყურებ, ყველგან ჩემ თავს ხედავ. ყველაში რომელიც ინკუბაციაში იმყოფება და მიყვარს, იმიტომ რომ მეც ის ვიყავი, მე გავიარე ეს და უკვე ბუნებრივია ჩემთვის სიყვარული. უკვე შენც გეხმარები ინკუბაციაში. ჩემი მზერა შენ არ გადგენს, რატო? მე რო შენ გიყურებ, უკვე საშას კი არ უყურებ გარეგან გარს. არამედ იმ ბავშვს უყურებ იქ, რომელიც იმ ინკუბაციაში პატარაა და იმას რო შევხედი, ის აღგურტულდა. აი კიდე გავიმეორებ, თუ კიდე კლასიკური ნიმუშია, როცა მარიამს ეხარა, რომ ის ძე ღვთისას შობს, ხო მიიღო ეს მეყავ მენებისაებ შეიძლება პირველი მიდის ელისაბედთან თავის ნათესავთან, რომელიც 6 თვის ორსულია იოანეზე, უკვე ნათლისმცემელზე, რომელიც მერე დაადასტურებს ეს ქრისტეა. და როცა მიუახლოვდა ეს ელისაბედი მას მარიამს ეუბნება,
ეს როგორ რა დღეში რა დღე მეღირსაო რომ უფლის დედა მომიახლოვდაო ვინაიდან როგორც კი შენ გამოჩნდი მომიახლოვდიო ჩემ მუცელში ყრმა შეკთა სიხარულითო მიესალმა იმას იმაში მყოფ ჩვილს იმათ ერთმანეთი იცია აი ზუსტად ასე ხდება სულების მისალმება ანუ მე თუ ჩემში იესოს ჩანასახი ჩამესახა დიდი კაცის რომელიც ფორმირება ჩემს ეგოებამდე იყო ის ნამდვილად ვინც ვარ მე გავიყვიძე მე იქიდან გიყურებ შენ გრძნով ამას და შეფართხალდება შენი სული ესალმება ჩემ შინაგანს იმიტომ რომ შენს ის ხარ ვინც ეს ოღონდ სხვადასხვა ეგოთი გადაფარული და უკვე ხსნა მოვიდა ვიღაცამ თუ თავის თავში ეს სიმწიფეს მიაღწია მე ვარში შევიდა რისთვისაც იესო მოვიდა იმიტომ კი არ არის ჩვენ გავაღმერთო და არა ის რაც მასში მოხდა იგივე მოხდეს ჩემში ის იესოს იმიტომ უყვარვართ ჩვენ ყველა რომ ჩვენ მისი თავის ინკუბაცია ვართ მან გაიარა ყველა ადამიანის მდგომარეობა და აღდგანიშა და აღიდგინა იმიტომ რომ ეს მრავალგვარობა არც არსებობს მრავალგვარობა მანამ არსებობს სანამ ერთი არ არის გაცნობიერებული როგორც კი ერთ შეიძლება მრავალგვარობა ჩამოიშლება ეს მიმყვანი იყო როგორც კი ჩემში ხდება ეს რაც იესოში მოხდა მეც მრავალგვარობის მიღმა ერთს ხედავ ყველგან და სიყვარული ჩემი არის ბუნებრივი მდგომარეობა იმიტომ რომ როცა მე ჩემს თავი გავიარე და უკვე გარეთ ხედავ იგივე რა დღეში ხარში ერთადერთი მრჩება სიყვარული მე გარეგნულ საერთოდ არ არსებობს ჩემთვის უკვე ბოროტება სხვა ის ამიტომ არის ვინც ქრისტეში ახალი ქმნილება ძველი წავიდა ყველაფერი ახალია ამიტომ არის პირველი ქრისტიანი ყველას ერთნაირად უყურებდნენ მათთვის არ არსებობდა გარეგნული განსხვავება და ამიტომ ინანიებდნენ ისინი რატომ იმიტომ რის კაცი რო უყურებს ნახე ახლა გუში წავიგეთ ხომ მღვდელზე ისა საკანში იყვნენ გულაგში საბჭოთა პერიოდში და ერთი წამებელი ადამიანი ჩააგდა მღვდელთან რომელიც თვითონ მღვდლებსაც აწამებდა და ესე იყო ეს თავარი ის იყო რაღაცა თანდობის პირი მაგრამ რაღაცას გამო ხო იცი ბოლშევიკი და აქ უკვე უნდა ღამე უნდა მოკვდნენ ორივე იმიტომ რომ ის იყო 40 გრადუსი ყინვა წყალი შიგი და ღამე გაიტანდნენ ამას მდრება და მღვდელმა ეს იცნო ვინ იყო და რასაც სიყვარულს თუ ჩვენ თავის ისა რა ქვია მაგას ტელეგრეკა თუ რაღაცა ის სათბუნი ამას გადააფარა და ისეთნაირად გააკეთა რომ ეს გაათბუდა აი ამის გული გარეთო ციოდაო მაგრამ შიგნით თვილოდაო მათ გულებში აი სხვაგვარი სიტყვა და სინათლე რომელიც ყველაზე აუტანელ სიტუაციებში ჯურღმულებშიც კი აფობს და ამის სასურველად ბევრი მაგალითი ამიტომ არის მოწამეების მაგალითი ჩვენთვის ნიმუში რომ არსებობს სხვაგვარი სიცოცხლე აი რომ პუშკინს რო ნუ იმღერ ჩემთან ლამაზო ქალო ქართველო ქალო ვარა ნუ იმღერ ჩემთან ლამაზო ქალო შენ საქართველოს სევდიან ხმაზე მე მაგონდება როცა შენ გალობ სხვა ცხოვრება და სხვა სილამაზე აი სხვა ცხოვრება სხვა სილამაზე ბუნდოვნად გვახსოვ აქეთი გამოკრთება ღრიჭოებიდან როგორც კებათაკებაში ან ადამიანურ ურთიერთობისას მე დაშერვა უცბად წამში ვიჭერთ ამ ველს აქ ვართ აქ ყოფნა სამოთხე მაგრამ შემდეგ ისევ აგვაგდებს ეს სიტუაცია და ისევ მორიგი რაღაცაში კიდე აღმოჩნდები სადღაც იმ კვეთში სადაც ისევ ის ღვთაებრივი ნათელი შემოდის აქედან იწერება ლექსები აქედან იბადება მუსიკა ამ ღრიჭოებიდან ვისაც განვითარ მაგრამ ესეც უნდა დაილახოს ეს ღრიჭოებიდან და ეს გარედან და წვეთოვანები და ნაწილობები და იმით დელი რა უნდა დატბოროს ჩვენი ურთიერთობა და მთლიანად ამოიზარდოს როგორც სამოთხე აი ზუსტად როგორც ურთიერთობის ყოველწამიერი ფორმა ეს არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა დანარჩენი ყველაფერი მიმყვანია და ძალისხმევა ჭირდება მაგრამ გაბედულება რაში გვაქვს ჩვენ იქნება აი მით უმეტეს ახლა ხელოვნური ინტელექტმაც ერთ-ერთი ორიენტირი ამისთვის რომ დრო და ცოდნა და ყველაფერი გაუკვდა ზუსტად ასეც უნდა მოხდარიყო იმიტომ სანამ ადამიანი ძალა სატანს გადარჩენას მას ამისთვის არ ცალია მან უნდა ამოწუროს ჯერ ყველაფერი და ამოვწურეთ უკვე ცოდნას უქმდება, წმენაც უქმდება. ყველაფერი ადამიანის ძალისხმევები რაც არის უკვე ამოწურული, აი რა უნდა იაზრონ ამის მიერ, რა უნდა და რო ჩერდები იქნება ეს გაჩერება სიმწიფეს ნიშანი და ზუსტად ის რომ გონია რომ სამყარო მართლა უკვე ჩამოშლაზე იმ ჩამოშლაში არის გადაშლა დიდი რეალობის და მე რომ გითხარი აი საოცარი ადგილია ბიბლიაში რუსულად კარგად არის რა ქართულ это день бедствия Якова и в нем же его избавление ანუ ეს არის იაკობის უბედურების ჟამი და მასშივეა მისი გადარჩენა ანუ
ამას კი არ მოყვებაო, არამედ აი ის რაც ერთი კუთხიდან ასე რომ შეხედავ, ეს არის უბედურება, იგივე არის იმაშივეა მისი გადარჩენა. წკაპ, აი მაგალითად ანგელოს რო ებრძოდა იაკობი ღამე, ვისაც ებრძოდა გაურკვევლობაში და არ იცოდა ვინ იყო. როგორც კი განთიადი დადგა და მიხვდა ვინ არის, უკვე კი არ ებძვის და კი არ აგდებ პირიქით იჭერს და არ უშვებს. ნახე, იგივე ანგელოს, კი არ შეცვლილა. შესაბამისად პრობლემა რაში ყოფილა? სიტყვის სიცოცხლეში და გარემოში კი არის ჩვენ გასწორების ხარისში და თუ ჩვენ რაღაცას ვებძვით ან ვიშორეთ ან ბოროტებას ვეძახით, იმიტომ კი არა ის არის ასეთი თავისთავად. არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე ღმერთია და ის სიკეთეს ქმნის. ჩემს უმწიფრობაში, ჩემს უგუნურებაში, იმიტომ ვებძვი იქნებ. იმიტომ გონს მოუსვლელი ვარ და როგორც გონს მოვალ, პირველ ვხედავ, რომ ეს ვისაც ვებძოდი, ვინ ტერი მეგონა, ვინ ბოროტი მეგონა, თურმე ეს არის ის რაც ვინც არ უნდა გაუშვა, მე და უნდა მაკურთხოს. გონს მოსვის პროცესი. რა ვიცი რა გითხრა. არ ვიცი რა დამომადა. იქნებ მაინც შუაზე სხვა გზა არ აქვს, აი ეს რასაც ლაპარაკობთ, გასაგებია რომ წყალია თითქოს და არაფერი არ გვაქვს, მაგრამ თუ წყალი არ იქნა, მასა არ იქნა, ბრძეს როგორ თუ რძე არ გვაქვს, ყველს როგორ მიიღებ. მასა ანუ ეს სიტყვებით არის ჩვენ რო ბედავთ, იქნებ გაბედულება არის ესეც, რომ აი ამაზე ვჯერობთ, რომ ზოგადად კი არ ვჯერობთ და როდესმე რომ მოხდება სადღაც მოხდა, ვბედავთ, რომ წრეს ვკრავთ, საშა, რომ დავიჭიროთ ეს წამი, იქნებ არ გავიდეთ ამის იქით. კითხვა მაგშეთ. ხო. ცდილობ კითხვა ჩამოყალე. შენ ახლა მოდი ესე ვთქვათ. რატო არ ყოფნის გამბედაობა, რომ ეს განახორციელო? დიახ. გეტყვი ალბათ. ალბათ ისევე როგორც ბავშვს არ ყოფნის გამბედაობა რაღაცა გაბედოს. იმიტომ რომ ბავშვია. ასაკის ალბათ. მე ესე ვარ მაგათა. მე შენზე რო ილაპარაკო, აი პირადად შენ. პირადად გეტყვი. მე რასაც ვამბობ, მართლაც ასეა. ეს არ არის გარეთ ამოტანილი ან წაკითხulis გამეორება. მე აქამდე მივედი, მაგრამ ის რაც მაშორებს მართლა გაბედის, ეს არის ზუსტად ის, რომ აი აქ უკვე რა გითხრა? აი რა უნდა მოხდეს? ორი ვარიანტია. კი, ორი ვარიანტია. ან სიმწიფეში გადასვლით ნელ-ნელა, ის რაზედაც ახლა გაუბედავად ლაპარაკობ, წყალსკალად მოქმედებაში არ გადადის. და რა უნდა მოქმედება? რა უნდა იმოქმედება? სიმწიფეში, ანუ ძალა, მეტი ძალა აქვს, ახლა მეტი ძალაუფლების გაგებით კი არა. წვდომა თუნდაც ის, რომ მე შეგელაპარაკები, ჩემი მოყვასი ხარ, მე ისე ვერ მიყვარხარ, როგორც უნდა მიყვარდე. ვერა, ვიცი მოდელიც მაქვს, გიყვარდეს მოყვას შენი ვითაცა თავი შენი არ ვიცი წოდენით რაღაცა გამოდიდი რომ მეორე მე ხარ, ხო ვლაპარაკობთ, მაინც რაღაცა აკლია. რატო არ ხორციელდება? და თუ ხორციელდება, აი ეს უკვე სამყარო ცვლის, უკვე ორი ადამიანი რომელიც ერთმანეთს გავ დამთავრდა, უკვე ახალი სამყარო იწყება. ყველაფერი მიდის აქამდე, ნდობა ეს არის ორის ერთად გახდომა, აი შე რო თქვი, როგორ თქვი, 2 1 თუ რო თქვი. ურთიერთობა რო არის ორთა ერთობა. ორთა ერთობა, ანუ ორიც პირობით იმცნება, ორი არც არის რეალობა. რეალობა რომ ერთი, ოღონდ ორობა მოგვეცა, იმიტომ რომ ერთობაში ჩვენ მივსულიყავით გაცნობიერები და ჩვენი ღვაწლით. და მე და შე რო ხვდებით ერთი, უკვე სამყარო დასრულდა, უკვე დამთავრდა, უკვე სიცოცხლე შედგა, უკვე სიკვდილი არ არის ნაკლებოვანი, რატო? ნაკლებობაში მანამ ვარ, მე სანამ შენში ღმერთს არ აღმოაჩი. სხვაგვარ ღმერთი სადაც ცაში არ არის, მოყვაში. მოყვასი არის ღვთის ხატება, შესაბამისად მე თუ მინდა ღმერთთან გამთილენ დიალოგში შევიდე. შენში მყოფ ღმერთთან და შევიდე დიალოგში. ახლა კითხვა მაქვს, მე და შენ გვაქვს არსობრივი დიალოგი? აი ახლა ამწოდა. ან საერთოდ კი უახლოვდებით ერთმანეთს, კი გზნობ რომ აი მამაგორანთან ყოფნა კარგია, მეც გზნობ რომ საშასთან ყოფნა კარგია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რასაც მე ვხედავ შენში. ჩემი ღმერთი იქ არის. შენი ღმერთიც აქ არის, სხვაგან ვერსად ვერ იპოვე, ტყუილად არ გაიქცე. მედიტაციები და ცაში ღმერთი და რაღაცეები, ეს არის ეგოიზმი. აი აქ უკვე ქრისტე მოგაბამს, შენ გარბი ხარ ცხოვრებიდან, შენ თვითკორბატე კარგად ხარ, შენ თავი ტატუა მასით ხარ კარგად. მე ვარ ბრაჰმანი და ამას ვეძახი ბრაგვანი მე.
ბრაგვანს მოადენ იქ რას ბრახმა ყველა ბრახმანი ვარ რა თმინდა შენი ბრახმანობა მე კაცი იყავი ჯერ განახორციელე სიყვარულში სად გამერბი ხარ მაგარად ხარ კარგად ხარ უჩემოდ კომფორტი მოიწყვე ჯიგარო ბლეფია ყველაფერი ქრისტე ტყუილია ილუზიაში ხარ თუ თვითკმარი ხარ მოყვასი სიყვარულის გარეშე შენ ილუზიაში ხარ ამით არის რომ ქრისტიანობა შეაკვდა ზუსტად ამ დიოფიზიტობას და ის რომ ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი რომ განხორციელება არის და ხორცი ფეხის დადგმა და არა ლაპარაკი და არა საიქიო თუნდაც როგორც რაღაც მართლმადიდებლობა ცოდავს რომ ძალიან საიქიოში გადაიტანა და ფაქტობრივად რეალიზაციაზე უარი თქვა არა და მთელი მართლმადიდებლობა მოწყობა გაჟღენთილი ამით რომ ეს არის ზუსტად ამას შევაკალით თავი და შვიდი მსოფლიო კრებაც ამიტომ რომ განხტობა ადამიანი ქრისტეში რაც მოხდა იგივე უნდა მოხდეს აქ პრაქტიკაში რეალურად დიახ მიწაზე იყავნება შენ ვითაც აქ როდესაც ჩვენ უკვე კონცეფციები გამოვიგონეთ და დედამიწა არა კაცო ეს დაინგრევა ეს ანაგვია ეს იქ და მაშინ ამას რა ეშველება ვერც იქ რა იქნება რა ნაბიჯები უნდა გადადგა რომ არის ვიცი ეს როგორ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახლა ყურძენმა რომ დამწიფდეს რა ვიცი ახლა მკვახეა ყურძენი არ იჭმევა და რამდენიმე ერთ კვირაში იჭმევა რა ხდება მაშინ ჟამი დადგა აი ჟამი ქვათა გამბერევისა ჟამი ქვათა შეგე ჟამი დათესვისა ჟამი დათესვის ჟამი თუ დადგა თვითონ ხდება ჟამია მე ბიდო პროცესია უყურე მე თუ ახლა რატომ შემიძლია ვიყო დარწმუნებული რომ ეს მოხდება სისწრაფე ახაც მათემატიკაც მოიშველიო თუ გინდა ფიზიკა თუ გინდა რა თქმა უნდა თუ მე ვხედავ რომ მაკლია და ნაკლებობა ესე იგი არის სისავსე მაშინ იმიტომ თუ ნაკლებობას განვიცდი მაშინ გამოდის რომ ნაკლებობა ბუნებრივი მდგომარეობა არ ყოფილა ბუნებრივი არის სისავსე იმიტომ სისავსე არსებული რო არ იყო მე რო არ ვიცოდე როგორია სისავსე მე მაშინ დავჯერდებოდი რაღაც ნაკლებობას არასრულყოფილება ნაკლებობა მკვახეობა უმწიფრობა უსახურობა ეს არის პროცესი და ბუნებრივი მდგომარეობა არის სახიერება ბუნებრივი მდგომარეობა არის უკვე სისრულე სრულყოფილება ეს არის ბუნებრივი შესაბამისად მე ეს მიდასტურებს ეს რომ აუცილებლად თუ არის ნაკლებობა თუ არის პროცესი თუ არის ეს ჭიდილი ასთა ისინი რაღაცის ისე ძალისხმევა რომ რაღაცა გავიგოთ ესე იგი აუცილებლად გავიგებთ მაშინ იმიტომ თუ არის კითხვა პასუხში აუცილებლად ჩავარდები პასუხი უკვე არის შინ დაბრუნება მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი მე ერთ სემინარზე ვიყავი და იქ ადამიანმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა მე შეიძლება კონცეპტუალურად მესმოდესო რომ მე ვარ იმის მიღმა რასაც საშა კაცმანი არის რასაც ქართველობა არის ებრაელობა რა მნიშვნელობა იმის მიღმა რაც არის სანამ ეს გამოცდილება არ მომივა ანუ სანამ ეს გამოცდილება არ მომიყვა და სხვადასხვა სამ მადლიერი ვარ იმ ადამიანის იმიტომ რომ მისი ეს მედიტაციები რო გაცნობიერე ვინ ხარ შენ მე მეხმარებოდა ანუ მე ჩემ გზაზე ძალიან სასარგებლო იყო იმიტომ თითქოს ის მეხმარებოდა უბრალოდ ამენახა რომ მე ვარ ის რომელიც აქამდე ვარ სულ ანუ რაც ვარ არა ეს თუ გამოცდილება არ მოვიდა ცოდნად კაი ცოდნა მაგრამ ნუ კონცეპტუალურად აი გარ ხოხმის ხორცი გებრიელია და რა იცი როგორ არ ვიცი კაცო მამა მითხრა ბაბუა მიყვებოდა ბატონი ხოხობჭამდა ესაც მაცუნებდა და მორჩა არ ყველა თანხდებით და აი გვაგი და არა გვაგი მე რაღაცა მომენტი არ იჭმევა მამა გურა მე მქონდა ერთი გამოცდილება მოგიყვები ვიცექიოლოგიაში და რაღაც სულიერ ლიტერატურას კითხულობდი აღარ მახსოვს ზუსტად რომ წიგნს კითხულობდი და მამა გურა იმ მომენტში აი არ ვიცი რა მოხდა ერთ წამში აი არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია წიგნს კითხულობდი ერთ მომენტში იმხელა სიყვარულის ალღას შეუკავშირდი იმხელას რომ ვერ ვიტევდი ანუ იმხელა პატოკი მოდიოდა იმდენად ძლიერი იყო რომ აი არ ვიცი იყო აი მადლით სავსე საღამო ჩემთვის ან რისთვის მომეცა ეგ არის ღრიჭოდან გამოპარული ხტები რაღაცა დამემართა რა აი რაღაცა მამაგურა აი იღურებოდა მიაღვარი სიყვარულის ჩემზე კი ბატონო
და იმდენად ძლიერი იყო მახსოვს რომ მე რაღაც არ ვიცი სვა დავიწყე იმიტომ დავიბენი პირველ რიგში დავიბენი იმიტომ ჩვენთვის იმდენად უცნობი მდგომარეობა იყო და ავივსე მთლი აი როგორ ავივსე ისი ავივსე და გადავივსე რამდენი ხანი დარჩი დაახლოებით ვიცი არ ვიცი მამაგურამ ალბათ ერთი 9 საათი შეიძლება 1 საათი მაგრამ მე ეხოსავით იმდენი იყო ჩემში იმდენ სავსე ვიყავი ამით რომ აი რა ესე ტკბილად ბავშვი დავიძინე აი მას იმ ღამეს მახსოვს სახელსაღამო იყო დავწექი და აი თითქოს ვიღაცამ თბილი საბანი რომ შემოგაფარა და ისე დავიძინე აი ბავშვობა გამახსენდა განცდი ანუ დედასთან მოხვედი აი ეს არის გაგრძნობინეს უბრალოდ რატო გამოირთო რატო ვერ დაიჭირეს რატო რა ხდება მე გამოვაერთე ალბათ შენ გინდოდა გამორთვა როგორ გინდოდა არა არც როგორ დავერთი ეგეც ვერ გავიგე არც შეგეკითხა ვიღაც ჩართვას და არც გამორთვა შეგეკითხა ჩაგირთეს ჯოისტიკი და გამოგირთეს ოღონდ არ ვიცი რატო ჩაგირთეს რა მოხდა რა დავინახე ამ სამყარო შეიძლება გაიელვა და მთელი სამყარო და აი ესეთი უნდა იყოს მან დარი განსა როგორ იცი რომ ეს ის არის ბუნებრივი მდგომარეობა ჩემი იმიტომ ხარ კარგად მან იმიტომ ეტანები რომ ეს ის არის საიდანაც მე ეს არის გახსენება უბრალოდ ისე ვარდები იქით ახლა მაგას ვამბობ საშა უბრალოდ დაშვებას გააკეთებ შენ იმას რომ სამყარო დედამიწაზე აი დღეს 8 მილიარდი ადამიანი რატო არ შეიძლება რაც შენ დაგემართა ისე უბრალოდ განგებას მოუნდეს კი არ დაელოდოს ჩვენ რო დაგველოდოს ის სულ ასე ვიქნები ის რო არ ჩაერიოს ჩვენში და რაღაც არ მოახდინოს ეს ინერცია ისე ან დედამიწას გადავაბრუნოთ დავაფეთქებთ ან ათასობით ვიხეტიაროთ ვიბოდია სულ იქნება სიკვდილები ბოროტებები ტანჯვები რაღაცა პატარა სიხარულები და მერე სიკვდილები და მუდმივად აგრეგატი აი ეს ახლა რაც შენ დაგემართა ერთი წამით რო წარმოვიდგენთ რომ მასიურად დაემართა და უცბად კაბდა ჩაირთო და არ გამოირთო მოსაწყენი იქნება ცხოვრება ანუ ზოგი რა სიტყვისი რაო კაცო ეს მოსაწყენი რატო მოსაწყენი თვითონ ამ მდგომარეობაში მოწყენა არის დრო არის საერთოდ არ არის სხვა რეალობა ანუ ყოფნა რომელშიც სისავსეა მოუკლებელი და იქ ვერც მოიწყენ იმიტომ დრო არ გადის და ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა მე რომ მკითხო და რატო უნდა იყოს ეს წვეთოვანებით რატო უნდა იყოს შიგადაში რაღაცა თითქოს როგორ გითხრა რა რაღაცა რომელიც თითქოს ძუნწია სავსეა თვითონ და არ გვაძლევს რატო არ უნდა გვაძლევდეს რა აი ამებს ხო კითხვა უნდა დავსვათ იმიტომ თუ ჩვენ არ კითხვებით არ მივედით და მართლა არ გავიგეთ მიზეზი ერგო იობი რო სვამ კითხვებს და რატო გახდა იობი ღირსი რო მიეხო გამოცხადება და რატო ამბობს ბოლოს რომ აქამდე შენზე შორიდან მესმოდა ახლა კი პირისპირ გიხილე და ბაღეზე ხელებს ვიდებ და ვდუმდები რატო არ შეიძლება რომ ჩვენც აი ამ კითხვებით რისთვისაც ფილოსოფოსები იყწოდნენ ამდენ სიდით თეოლოგები ხელოვანები მაძიებლები მეცნიერები რაღა რის გამო რა ხდება რა არ გვასვენ რას უახო რატომ არის ასესი სატანჯველი ეს ცხოვრება თითქოს ამდენი სიხარულია უმიზეზოდ ნახე ჩაგრთეს რა ვინმეს დააკელი რამე საწვავი დაიკარგა რამე დახარჯა ვინმე სამყარო ვინმე წაართვი ეს სიხარული პირიქით სხვებსაც გააბედნიერები და თუ ეს შესაძლებლობა არსებობს ეს ჩაირთოს და შენ რომ მითხარი მაგის მდგომარეობაში მე ვიყავი ერთი კვირა ხა წარმოიდგინე როგორ გავძელი საერთოდ ბოლოს იქამდე მივედი რომ უკვე ვერ ანუ გადამივედი რა რეალობა ძალიან მოვწყდი უკვე და მე რაღაცა ფსიქიატრთან წავედი მოკლედ მეუღლემ შეამჩნიებს გომარ რომ ერთი კვირა რო ხარ აი ეს შენ რო თქვი აი წარმოიდგინე კიდე უფრო მეტად მე გეტყოდი შე მე ვიცი ეგ რა მოხდა და საძილი წამალი მომცა არაფერი ღრმად ისა ძიმე და ძალიან ღრმად დავიცი იმიტომ რომ 5 დღე არ მეძინა საერთოდ ღამეც იმიტომ რომ ისეთი მასში ხარ ველში იქით აღარ გადასულ ვერ როგორ გავძელი ეს 5 დღე საერთოდ სად დავდიოდი მოვდიოდი მაგრამ ნუ მოკლედ რა ხო და მე რას ვამბობ რომ იქ ეს ყველაფერი არის ეს მინიშნება შეჩვევა ეს სამყარო ღირჭოებიდან მოდის გვეუბნება რომ ეს შესაძლებლობა დევს და რისთვის რომ ეს მერე იქ თუ ეს იმიტომ რომ აქ იყო ეს 64 და ჩვენ იმიტომ ვითარდებით, იმიტომ ვაზროვნებთ, იმიტომ მასქერით ეს ომები, უბედურებები, მეცნიერების განვითარება, ეს უაზრო ქაოსია თუ ერთი ადამიანის სული შეხუთი მდგომარეობა ისევ დაბრუნდეს უკან, ჭინთვები, რომ ვიდრე არ გააცნობიერებს, არ გაჩერდება. და სრული გაცნობიერებით 64-ით გადაიქცევა დედამიწა წამში. უკვე იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთებულია.
აი როგორც წიწილის კვერცხი რო ავიღოთ, ხო მე-20 დღემდე ჩვეულებრივ კვერცხს გავს. ჩვეულებრივ 21 დღე ზარები ჩდება და გამოდის წიწილი, მაგრამ 21 დღეს ხო არ გაჩნდა იქ წიწილი. უბრალოდ მაშინ ზარები გაჩნდა, უკვე მზადი. რა ისი შენ წუთის სოფელსაც ებრაულად ოლამქვი, ანუ დაფარულობა და კლიპოთ ნაჭუჭი, კოჟურა, შელუხა და რა ისი იქნებ ზარები უკვე ჩდება. და ის ფაქტორი ჩვენ ამაზე საუბრობთ, რომ ვერ ვეტებით არსებულ სისტემაში, ვერც იქით გადავდივართ, ვიხსენებ რაღაცები ინტენსივები ხდება ის სამყარო რაღაცას იქიდან უკვე მესმის ხმები გარედანაც, რომ ეს რეალობა არ არის, ის არის და უკვე ვერ ვეტევი ამაში და უკვე დაბადებისთვის ვარ მზად და სამყარო იქნებ მთელი წუთისობელი თავის პოლიტიკური სისტემებით, რელიგიური სისტემებით, ტრადიციებით, ამ თავისი შოუ ყველაფრით ნაჭუჭად გადაიქცევ. ამან უკვე დაბადა შინაგანი არსი, მე ვარ არსი და ეს ჩამოიშლება და აი დიდი კაცი აღდგება ჩემგან, დიდი ნიშნით, რომელსაც მისთვის თვისება იქნება ის ნეტარება, რაც შენ გარედან მიიღე. ეს მისი თვისება, როგორც ჩემთვის სულ თქვა თვისება. ეს ჩემი სტატიკური მდგომარეობაა, იურიდიული, კონსტიტუციური. ეს მე ვარ ასეთი, ვიყავი უბრალოდ და გამახსენდა. და უკვე სამყარო გადადის აი ამ ურთიერთობაში ნელ-ნელა ეს 1000-იანსა მიეფინება ეს და ეს სიბრძნის და სიყვარულის ნათლის სვეტი ურთიერთობები როგორც ფუტკრებს აქვს ყველა ნეტარებაში რატო არის შეუძლებელი ვერ მაინდა-მაინც უნდა ვეწამო და ტუპმა მოგვიჭიროს დილი და საღამომდე რომ მე საღამოს რო გავიხდით სამაგიეროდ შვება ვიგრძნოთ ერთი ცოტა ხნით და ესე უნდა ვიტანჯოთ რომ მე ტანჯვის მერე სიხარული განვიცადოთ კარგი რა ეს ნორმალურია ესე მაინდა-მაინც უნდა ვკვდებოდეთ ვიტანჯებოდეთ რომ მე შვება ვიგრძნოთ მე ისე ვიტანჯოთ ისე შვება სხვანაირად შეუძლებელია რომ ნეტარი ვიყო მაინც და მაინც უნდა ტანჯვის მერე რაც მომშორდება ტანჯვა იმას ქვია ნეტარება თუ ნეტარება ბუნებრივი მდგომარეობა რა სამყაროს არ აქვს ამის რესურსები რა არ ყოფნის ვისწავართებთ ამ სიხარულს აი დავუშვათ მე რომ ვიყო აი ესე სავსე სიყვარული ცნობიერები და არ მჭირდებოდეს მუდმივად რაღაცეები რა ჭიდილი ეჭვები შიშები ბძოლა რა უბედურება რატო არ შეიძლება სუნთქვასავით ვიყო უბრალოდ რა არ ვიჭინთებოდე არ ვლაპარაკობდე და რატო ვლაპარაკობთ ამდენ რა გვინდა ვერ რა არ ყოფნის არ გვასვენ რა არ გვასვენ ანუ ისევ და ისევ თვითონ ეს ნაკლებობა ადასტურებს იმ სამყაროს რეალობას ის რო არ იყოს რეალობა ჩვენ გავჩერდებოდით და იქნება ახლოს არის ჟამი ის რომ რახანას ინტენსიურად ლაპარაკობთ უკვე გრძნობთ რაღაცნაირად შინაგანად სიმწიფეში შევდივართ რომ ერთხელაც იქნება რაზედაც ვსაუბრობთ იობივით რაც შორიდან მესმის და კი მჯერა იმიტომ რომ წმენა მოსმენიდან ამას გამოვყევი დავიჯერე მაგრამ რატო დავიჯერე ეს მოსმენილი არ იჭმება მე იმიტომ რომ მიმიყვანოს ხედვამდე როცა მე დავინახავ იმას რასაც გამოვყევი რაც მესმოდა აქამდე ჩემი თვალით ვიხილო აი ზუსტად ეგ არის აი ეგ არის იმიტომ რომ ზიანე მახარებელი რაც გვესმოდა რაც გადმოგვეცა რა თვალით ვიხილეთ რა ჩვენი ხელებით მოვსიჯეთ ყურით მოვისმინეთ იმაზე გიყვებითო ანუ ჭეშმარიტება ხორცად იქცაო სიყვარულია უბრალოდ სიყვარული ხორცად იქცა და მკვიდრობა ჩვენ შორის აი კარავი სიყვარულისთვის აი ის რომ არ ვლაპარაკობთ სიყვარულზე არ ვლაპარაკობთ ღმერთზე ეს ყველაფერი ეს ჩამოიშლება როგორც რასად როდიში რომ ჯერობენ ეს შავკუჩი რა და ბოლოს გახსიან და ტაში რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი უკვე ამოვხსენით ამოცანა და წუთისოფელი უქმდება წუთისოფელი როგორც დაძაბულობა როგორც ძალისხმევა როგორც აი მამარდაშვილი ამბობს ადამიანი არის იძულება საკუთარ თავის დიახ იძულება ვიდრე არ მაგრამ იძულება მუდმივად კი არა როგორც მისაყვანის საშუალება იმ ნულოვან წერტილამდე როდესაც უკვე პასუხს მივიღებთ ყველაფერი ასია ბუნებაში კაცო ყველა ძალისხმევა მთავრდება სისრულით სიმშვიდით იესო ჯვარზე ამბობს შალემ ბოლოს გადახდილია დასრულდა აღსრულდა მივაღწი მოხდა უკვე დამთავრდა ყველაფერი ასია არაფერი არ არის უწყვეტად ძალისხმევაში ეს ფიზიკაშიც ასია ამიტომ იქნებ ჩვენი ამ 1000-წლოვანი ძალისხმევების ჟამის ამოწური ჟამი დგება როდესაც უკვე უნდა ვიწვნიოთ და ვჭამოთ ის რისთვისაც ამდენი მოვითმინეთ რამდენი ვთესეთ რამდენი ცრემლებით მოუწყეთ რამდენი ვიბძოლეთ რამდენი ვიშომეს სისხლები ეს სულ ასე უნდა იყოს არაფრისკენ არ მიდის ამას არ აქვს მიზანი მაშინ გამოდის სამყაროს არაფერი არ აქვს უბრალოდ მკვდარი ევოლუცია მილიარდობით წლების და დავანებოთ თავი მაშინ რელიგიაზე მსჯელობას ქრისტეზე და საერთოდ რომ საზრისი აქვს ცხოვრება და ვაღიაროთ ქაოსი მაგრამ მაშინ ეს ძალიან დიდი მოწმენე უნდა იყოს ეს ქაოსი რო აღიარო, იმიტომ რომ ახაც არჩევანია. როგორ დაამტკიცებ რომ ასეა. ამიტომ ჩვენ განწირული ვართ იმისთვის რომ
ვირწმუნოთ და ვიწამოთ, რომ ის ქაოსი, ის ნაკლებობა, რომელშიც ვიმყოფებით, ეს დასრულდება სისრულით, სიმშვიდით, მეშვიდედღით. აი როგორც ნიშე ამბობდა, დადგება ჟამი, როდესაც ებრაელი ერი თავისი შაბათი დატკბებაო რა და ეს შეწყდება მისი ესპეტიალი და ტანჯვაო და თავის ღმერთს იცნობს რა, თავის ქრისტეა შაბათი ჩვენთვის შაბათი როგორც დასრულება, სიმშვიდე, სიხარული, უკვე ყოფნა, ნუ მორჩა, უკვე კითხვა არ არის. და კითხვა ხო არაბულები მდგომარეობაა. მაგრამ კითხვა რატო გვაქვს? იმიტომ თუ კითხვა არ აგვაქვს, პასუხამდე ვერ მივალთ. ამიტომ ეს მოძრაობები, პროცესები, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ახლა აი ეს ის ძალისხმევები, რომელიც დასრულდება გადახსნით და პასუხით. და ეს პასუხიც იესოს რო ეკითხებია, როდის მოხვალ ნიშნავს პასუხი, როდის გვექნებაო შენ, ისე უბრალოდ არ დასვათ ეს კითხვა. გარედან არ მოვა. ნუ იტყვით ახლა ან იქ აქ არა, თქვენ შიგნით არის სასופველი. ამიტომ იფხიზდეთ. როცა არ ელოდებით, მაშინ მოვალ. ელვასავით მოვალ, მახესავით დავეცემი, ქურდივით მოვალ. სულ ესე ტერმინებით რაც იფხიზდეო. რას ნიშნავს? რომ ნუ განსაზღვრავ, დროს ეს არის მდგომარეობა, აი როგორც ამოცანას შე რომ მე რა ვიცი, როდის მიხვდები. შეიძლება უცბად მიხვდე, შეიძლება მეტი დრო დაგჭი, მაგრამ ყველა ვარიანტში აუცილებლად ჩამოიშლება ეს წუთი სოფელი. უბრალოდ არ აყოვნებს უფალი, ამიტომ დროს გაძევს კიდე დამატებით დროს. როგორც მასწავლებელი, რომელსაც მოწოხნა შე და ეცოდები, კიდე გაძევს დროს, რომ იქნებ შეძლო კიდე 5 წუთი დამატებას მოგცემს, კიდე 10 წუთს. დაახლოებით ასეა. თორემ მოვაო ისო და ჩამოიშლება. ამ ჩამოიშლება რას ნიშნავს? ჩვენი ეგოთი უგუნურებაზე, უმეცრებაზე, ვნებებზე, ემოციებზე აგებული კონსტრუქციები და სისტემები, რომელსაც ეს ეგო ყვებავს, როდესაც ეს გაუქმდება, ჩამოიშლება ესეც ყველაფერი. და იქ იქნება ახლა რა ფორმის ყევები იქნება, იქ ახლა მეტაფორებით არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიზიკურ დონეზეც იქნება. მაგრამ ისედაც არის და რა აზრი აქვს, ახლა რო ცვლილება და მეტამორფოზა რო არ მოხდეს, თვითონ ადამიანს არსებული თავის მიერ შექმნილი ამ უგუნურებით შექმნილი სისტემები გადაიყოლებს უკვე. ისეთ ნამდვია მისული, უკვე ჩვენ ვერ მართავთ სიტუაციას, უკვე რელიგია სუსტია, რწმენა სუსტია, სულიერება სუსტია და მატერიის აგრეგატი უკვე თითქმის იქამ გადაგვიყო, ვერ დავიჭერთ ამას ჩვენ. და ამიტომ განგებ აპოკალიფსის ზუსტად ის არის, რომ პირიქი დახმარებაა უკვე სულისთვის, რომელიც უკვე ვერ უძლებს, ამ უკვე იქამდე მივიდა, რომ ეს გადაიყოლებს ეს მას და ამიტომ განგება ჩაერევა კარგი გაგებით. რომ მორჩა საკმარისია უკვე. და აი ხდება ფარდა ყველა, აი ფარდის გადახდა, აი ხდება ფარდაო. ეს არის აპოკალიფსის შენაგონება. აპოკალიფსის სიტყვით ნიშნავს ფარდის ახდას, გადაწევას. და რომელიც გვეშინია ჩვენ, რატო? იმიტომ მზად არა ვართ. თორე პირიქით ქრისტიანებს ახლა სახარებამ თავი მოდი უფალოა პირიქით ნაღდით უყარ ნამდვილი მოწმენე და მართლა ისე პირიქით ყოველდღე უნდა ეხვეწებოდ უფალო მოდი მარანათა მოდი უფალო მალე და იქნებ სწორედ ეს პატრიმოციკული სიტყვები მე რო თქვი რომ უფლის მოსვლის მომულოდინე უნდა დამაჩქარებლებო რომ პასიური მომულოდინები კი არა ვართ ჩვენ ვაჩქარებთ ამას ყველაფერს ჩვენი სიმწიფის ხარისხით ამიტომ თქვა უფალმა ნუ კითხულობ როდის მოვა იმიტომ ჩემზე არაა დამოკიდებული ეს თქვენში ვარ მე ვარ თქვენში მყოფი პასუხი, რომელსაც ამოხსნით, მაშინ მოვა. ჩემი მოსვლა არის თქვენ გონს მოსვლა. ანუ მე უნდა მოვიდე თქვენში უკვე. მე მოსული ვარ დეიურე როგორც პროექტი, მაგრამ ახლა მე ეს იმიტომ მოხდა, რომ მე შენში უნდა მოვიდე, შენ წიმწუთი სოფლიდან უნდა აღვდგე. შენი ჩავიგდე მე თავი როგორც კითხვა, რომ შენ პასუხად ვიქცე შენში. და მოვა დიდი პასუხი, ანუ დიდი თავისუფლება, დიდი სიცხადე. ახლა ეს მოხდება ფიზიკურ დონეზე ერთეულ ადამიანებში და მერე მთლიანად მასაში ეს როგორ და რა ფორმით ხდება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ეს აპოკალიფსი მე უნდა გარვიცადო როგორც პირველად ჩემს მდგომარეობ და არა ისო გარედან მყურო და თუ ჩემში მოხდა სიღრმეში მაშინ სხვაგანაც მოხდება იმიტომ რომ ენერგეტიკულად ჩვენ აი რო გითხარე მე ასე მაიმუნის ეფექტი მეთქი და კრიტიკული მასა თუ ეს რაღაცა კრიტიკულ წერტილებში მოხდება უკვე მასაში ანუ დიდი მასშტაბითაც მოხდება ეს აფეთქებასავით ანუ რაც ხდება ნაწილში მთელშიც მოხდება. თუ მთლიანად ხო ერთი ორგანიზმის ნაწილებად, ამიტომ არის იესოში ეს რომ მოხდა როგორც პრეცედენტი ერთში, როგორც სინჯარაში, ესე რომ ვთქვა ლაბორატორიაში. უკვე მიღებულია, უკვე ქართულ წარმოება დარჩა დელატექნიკე რო იტყვია. ფლემინგმა რომ მიიღო ერთი პენიცილინი, ერთი შუშა, იქ იყო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმ ერთ შუშაში, ის ერთ შუშის ტირაჟირებით და ქართული წესით დამზადებით. თავარია მივიღოთ სინჯი. და იქნება სინჯის მისაღებად არის მთელი 1000-იანი ძალისხმევა ფილოსოფოსების, მისტიკოსების, მეცნიერების, ჩვენი პირადი გამოცდილებების, შინაგანის, გარეგო ყველაფერი ისკენ მიდის. ახლა უყურე თუ ის არ დავიჭერეთ, ერთი არის ის, რომელიც იგლიჯება აქ მრავალგვარობაში რო ჩან, ომება, აქედა რო დააკვირდებს, ჩემ ახმაში ასე თორე ვინ იყურება იმ ომებს, ვინ უყურებს აქედა შენ
ჩვენს გარდა ახმა არც არის ტყუილია ეს ყველაფერი რეალობა ის არის რაც შიგნით არის სულში ის ისტორია და ის ვინ არის სათხდება ეს მოვლენები ჰაერში თუ ადამიანის სულში ცალკე რო დავშიფროთ ცალკე სიცოცხლე არც არსებობს საშას სიცოცხლე არსებობს აღქმული მამაგურამის აღქმული ნაპოლეონის აღქმული პუტინის აღქმული ქრისტეს აღქმული რა მნიშვნელობა აქვს ეს აღქმებშის ჯამია და ქრისტეში გადაიხსნა და ამ ახმულების გვირაბ ამას ტიპაულტილიხი არ ვიცი რა მნიშვნელობა ერთ-ერთი იმაზე ტუნელი რეალნასი ანუ რეალობათა გვირაბები რომლებშიც ჩვენ ვიმყოფებით ანუ სრულს აქვს გვირაბი იმ გვირაბს არ ქვევს სრულს შენ მაგრამ ეს გვირაბია შენი გაგება შენი კულტურიდან დანახული შენი გენეტიკური იმიდან ტრადიციიდან სქესიდან სოციალური მდგომარეობიდან რაც და ეს ერთი გვირაბია მეორე გვირაბი მე მაქვს მაგრამ ეს გვირაბები ისე უნდა დავსეროთ ეს რომ ჩამოიშალოს რაც ყობს და დიდი ნათელი ჩამოინგრეს ანუ ჩვენ ამ გვირაბებით რას ვაკეთებთ იცი რომ ჩამოშლა მოხდეთ თლიანად აი ეს რაც ყობს ერთმანეთსგან აი ეს ჟამი დგება ამ ჟამს ვაჩქარებ ჩვენ უკვე სული გვეხუთება და თუ იქამდე მივედით რომ ამ გვირაბში ვერ ვეტევით უკვე აი როგორც წიწილივით რომ უკვე სული მეხუთება შენს და თუ რაღაც წერტილში მოხდება გარღვევა ამის უკვე ჩამოშლა და უკვე გადადიხარ აი იქ სადაც შენ გადახვედი მაშინ მაგრამ გარედან გაჩვენეს და მაგრამ მზად არ იყავი რომ დაგეჭირა იმიტომ რომ ეს იყო გარედან დანახული აი ესე და დაიკეტა რატო რომ გამოგიტყუოს შენ უკვე იმ გაგების მერე რაც შენ გაიგე მაშინ და განიცადე შენ უკვე ჩვეულებრივი ის საშა არ იქნებოდი რაც მანამდე იყავ შანსი არ არის ვინც ერთ ნახა ერთხელ მაინც ის ნათელი თუნდა წამიერად ის ჩვეულებრივი ცხოვრებით უკვე ვერ იცხოვრ და მაშინ რატო ვნახეთ ის ნათელი რატო გამოგვაჯავრეს არა იმ ნათელმა გამოგიტყუა რომ შენი საკუთრება გახდე რომ შენში იცხოვროს შენ გახდე მისი სახლი შენ და მას შორის მანძილი არ იყოს მანძილი სანამ არის დრო რომ გადაილახოს და უკვე სიმწიფეში უკვე ამხმელი მე ის და თვითონ ეს პროცესი ერთი ხდება ეს არ არის მრავალი ეს მანამდე ჩანს ასე და საბოლოო სიმწიფე ის არის როცა უკვე ზღვარი არ არის უკვე ამბობა აი როგორც იესოს მე და მამა ერთი ვართ მორჩა შუალობა არ არის და აი ეს იესოს ჩაუთვალეს ღვთისგმობაში შენ როგორ კაცო ადამიანი ხარ და ღმერთთათვლი თავს და იესო მოთხრა კი მაგრამ თქვენ ფსალმოში არ გიწერიათ რომ მე გითხარით თქვენ ხართ ღმერთებიო და თუ ღმერთები თქვენ ხართ თუ მე რომ მამამ გამომაგზავნა რას ვამბობ ტყუილს მე ვამოწმებ ამას უბრალოდ რაც არის იმას ვამბობ და თქვენ კიდე გაშინიათ ღვთისგმობადო მამაგურა მადლობა ძალიან საინტერესო საუბარი იყო ძალიან ღრმა დამაფიქრებელი და მაინსპირირებელი ხო და შენ რო თქვი რომ მე რომ მკითხე რა გიშლის შენ ხელსო რომ გაბედო და როგორ უნდა მოხდეს მე არ ვიცი ერთი ვიცი რომ როცა ვაკვირდები მცენარეს ის რა მე რო გეტყვეს ახლა ის ნესვი თვითონ ცდილობს და თავი დაიმწიფოს ამ ყურძენი ახლა ანუ ისა ეს ვინ არის ის ვინ წიფდება და წიფე ნესვად იქცევა ნესვი თვითონ თუ ნესვის არსი ნესვობა რომელიც ყვახები და სიმწიფესკენ მიდის როცა იჭმევა უკვე აი ყველაფერი ასე ვინ ჩემში არის ის არის მე არ ვიცი რა წუთს რა მოხდება ჩემში მაგრამ ის უსახელო ვიღაცა რომელიც არ ჩერდება ჩემში და აი როგორც იმას სიმწიფესკენ მივყავა ანუ სიმწიფე რა წოდომისკენ როდესაც უკვე მე არ ვილაპარაკებ შორიდან როცა ის ნაკლებობის და უკვე კი არ მესვის მასზე იობი უკვე ვწვრეთ უკვე და გავჩერ მანამდე ვერ გავჩერდებ აი ახლა როდის მოხდება ეს როგორ მოხდება თვითონ ქრისტემაც არის ეს გეუბნებობრად იფხიზლე მიაყურადე და ეს არ არის ამბიცია ეს არ არის ამპარტავნება ეს არ არის მიზანის არ არის ეს არის ჩვენი თავთან დაბრუნება და თუ ჩემ თავთან ან შინ დაბრუნება თუ შინ არ დაუბრუნდი რახა შინ დაბრუნების პრეტენზია რომ მაგ ამპარტავანი ვარ ეს იგი იმდენად მოდა გახდა ისო გზაში იყო და ისა ნაკლებობით ტრაბახი დავიწყეთ და ამპარტავნობად მიგვაშინია სისრული არის ვალდებულება ყველა ადამიანი უნდა დასრულდეს ყველა უნდა მივიდეთ სახლში ჩემთვის ეს ღმერთის სურვილის შეცვლა ეს არის სახლში დაბრუნება შინ დაბრუნება და არა ამბიცია და არა რაღაც წმინდანობის სურვილი ეს ისევე მაკლია მე როგორც ბოგანოს რომელიც სახლს ეძებს აკლია თავის სახლი ისო საკუთარ სახლს ეძებს და არაფერი არ უნდა ამპარტავანია და რო უთხრა მაგრამ როგორ კაცო ყველანი გარეთა ვარ სახლში არავინ არა ვარ და ერთი შენ მოიდომე სახლში ყოფნა რა ამპარტავანი ხარ როგორ ის ადრე დადიოდა სახლებში ახლა არ არის სახლი ახლა სხვა დროა შენ ამბიციური ხარ და დაიჯეროს მართლა ამან
არ უნდა დაიჯერე ეს ხმები გააქვს შენც. იესოსაც ჰქონდა ეს ხმები, ვინ ახარ შენ, ვინ გონია შენი თავი, ჩვენ ვართ აგერ ტაძარი გვაქვს, პილატე გვყავს, აგერ პოლიტიკა არის, აძმავ იარაღი, ნახე რამხელა ტაძარი არის ქრისტესა და შენ დაანგრევ სამ დღეში ამ ტაძარს და აშენებ სამ დღეში. მაგრამ თავის სხეულზე ეს ყველაფერი იყო გაიარა ქრისტემ ეს თავის ადამიანურ ბუნებაში. იგივე ხმები გეტყვი შენ ახლა, საშა რა მოიდომე შენ ახლა? მესიაობა მოიდომე? დაქცინეს იცი გაგაპუსტიაკებს და ჩამოგაყრევნებს ყურებს ქრისტესგან განსხვავებით და ქრისტე რას გეუბნება არ ჩამოყარო ყური იმიტომ რომ შენ ჯიში ხარ შენ იმიტომ კი არ გინდა სახში და ღმერთთან ყოფნა რომ ამბიცია არა იმიტომ რომ იმის შვილი ხარ შენ ეს ბუნებრივი მდგომარეობა შენი და შენ ახლა ხარ სიცხვილე მდგომარეობაში როცა ნაკლებობაში ხარ როცა მონახარ აი იმის უნდა გწვენოდეს რომ ნაკლები ხარ ამ დაინახე ცხოვრება რა შემოგიდე ეს ნორმად გიქცია და ის რო პრეტენზია გაქვს სრული გახდე ის ამბიციად გიქცია და იმად რა ქვია ამპარტაუნობად აი ეგეც რელიგიამ გაგიკეთა ამასაც უნდა წაართვა თავი ეს არის იესოს ბრძოლა დრასიშა ბრძოლა ბოლომდე იბრძოლა იმიტომ რომ აი ამ მინარევები რომელშიც ის დაიბადა როგორც ადამიანი აი აქედან აღდგა არ დაუთმო რატო ახსოვდა ვინ არის აი მგზავრი ხარ შენ რომ ეს გზადაგზა გეუბნებია გაჩერდი ნუ მიტე გაჩერდი აგერ მასაც ოდისევისაც ეუბნებოდა აგერ ჭამესვი აღორებად ქცევა უნდა ღორი იქნება გექნება საჭმელი სასმელი აქე სირინოზები აი ბიჭო გაერთე გაიჭხირე იქი აი кайფი აგერ ქალები აგერ პაესტკები აგერ ფული ძმაო რა გინდა რას მიაკვდი იქნებს სულ არ იყოს ღმერთი ეს ხმები აი ამის გადალახვა არის ზუსტად ხსოვნა ძლიერი ხსოვნა აი შაბათი ხსოვნა აი იესოს ხსოვნა ჩემი აი იესო თვითონ მის მამა ახსოვს აი ამ მატერიას სადაც ყველას დავიწყებული აქვს და სიკვდილშია და სიკვდილში აქვს ცეცხლი ხსოვნა აქვს და ეს ხსოვნა აღადგინა შედგა და მოგცა ეს ცეცხლი ჩვენ მოდით გამოდით აბა თქვენც ბაბილონიდან თქვენი გამპირობებლობით და თქვენი სიკვდილის წვიადიდან რომელშიც ყოფებით გაყევით ამ კვარს ამ პატარა მოკანკალ ნათელს მაგრამ ძლიეს რომელმა ძლია ამ ბუნელს შეეჭიდეთ ერთმანეთს აი ეს არის სიკვდილის სიცოცხლემდე ბრძოლა აი ამას უნდა უერთგულ ამისთვის ღირს სიცოცხლე კი ამისთვის ღირს სიცოცხლე ნამდვილად მადლობა მამაგურა აი მადლობა